სამშვიდობისა ძვირფას უმეგობრებო, დღეს პირადად ჩვენ კვლავ ხდებით ერთმანეთს. ჩვენი საუბარი კვლავ შეეხება საქართველოში და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ კარგი და დამაიმედებელი არც არაფერი ხდება, არც ჩვენს ირგვლივ, არც ჩვენს ქვეყანაში. იყო მცდელობები, რომ ჩვენ სამეზობლოში მიმდინარე ომი დროებით მაინც შეჩერებულიყო, დაწყნარებულიყო იქ სიტუაცია, მაგრამ არ გამოვიდა 30 დღიანი შეთანხმების შესახებ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდა. ის კი არა, გარკვეული შეთანხმება თითქოს შედგა, რომ ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებს მაინც შეშვებოდნენ და დარქმები არ განხორციელებულიყო, მაგრამ პირველივე დღეს დაარღვია ერთმა მხარემ ეს შეთანხმება და მეორე მხარემაც მალევე უპასუხა აგრეთვე დარტყმებით. ევროპას ამზადებენ რუსეთთან დასაჯახებლად, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. განცხადებები არის იმდაგვარი, სადაც დამალული არ არის ის სინამდვილე, ქვეტექსტების ამოკითხვაც არ არის საჭირო, აქ პირდაპირ არის განცხადებებში ნათქვამი, რას აპირებენ, ისთვის ემზადებიან. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ თურქეთის წამოწევა ხდება ამ კუთხით რუსეთთან შესაჯახებლად, აგერ ყირიმის შესახებ გარკვეული პრეტენზიები განაცხადა და ერთის მხრივ ვითომ აცხადებს, რომ თურქეთია ის შესაბამისი მხარე, რომელსაც შუამავლობა შეუძლია და ომის ბედის სამშვიდობო მიმართულებით წარმართვა, მაგრამ მეორე მხრივ გარკვეულ კონფრონტაციაში შედის რუსეთთან და ეს დაძაბულობაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყურადსაღებია, იმიტომ რომ ეს პირდაპირი მეზობლები არიან ჩვენი და ჩვენ სამეზობლოში არ წყდება ეს დაძაბულობის კერა, არ მთავრდება, არ ნელდება. შიდა არეულობებია მთელი ქვეყნებში, სერბეთში იყო დიდი გამოსვლები, ირანში, თვითონ თურქეთში, სტამბოლის მერი, რომელიც პირდაპირ კონკურენტად მოიაზრებოდა ერდოღანის რაღაც გამოგონილი მიზეზებით იქნა დაპატიმრებული და რასაც შიდა გამოსვლები მოყვა, ეს გამოსვლებიც, რომ ესე ორგანიზების გარეშე, დირიჟორის გარეშე არ არის, ესეც ალბათ ადვილი მისახვედრია. მოკლედ ჩვენ რასაც ვამბობდით, რომ ამ ფორმაციაში, ამ ცხოვრების წესში შიდა და გარემშვიდობის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ქვეყნებში შიგნით თანხმობის, ჰარმონიის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა და ასევე მეზობლებს შორის მსოფლიოში, ქვეყნებს შორის სამშვიდობო პროცესების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. ამაზე ალბათ ზოგი ფიქრობდა, რომ რა შუაშია სისტემა, რა შუაშია ფორმაცია ამ ყველაფერთან, მაგრამ მაგერ ფაქტის სახეზია ის, რაც ითქვა ჩვენგან, ეს პროცესები სწორედ ისე მიმდინარეობს და ეს იმიტომ კი არა, რომ ჩვენ რაღაც წინასწარმეტყველები ვართ და ბრძენები ვართ, არამედ ეს იმიტომ ხდება, რომ ეს არის ზოგადი ფორმულა, რომელიც ფორმულაც მოსულმა სიტყვა მოიტანა, რომ ამ გზით, ამ სვლით კაცობრიობას მომავალი არ გააჩნია. ამ თემებზე ვისაუბროთ კახა. კი ბატონო. მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ამ თემებზე არაერთხელ გვისაუბრია ჯემალი, თუმცა ის უნდა ითქვას, რომ მთელი მსოფლიოს მოაზროვნე ნაწილი, პოლიტოლოგები ყველა ამ თემების ირგვლივ საუბრობს. დღეს ესეთი დრო და ჟამი დაგვიდგა. ამიტომ ვერავინ ჩაგვითვლის იმაში, რომ თემა ერთ და იგივეაო. ჩვენი სფერო არის პოლიტიკა, მიმდინარე ცხოვრებისეული დინება საქართველოსი, მთელი მსოფლიოსი. ეს ერთად არის განსახილველი, იმიტომ რომ დღეს ყველაფერი ერთმანეთს ღიად ჩანს, როგორ არის დამოკიდებული და განსაკუთრებით სადღეისოდ დედამიწა დაპატარავდა, ძალიან პატარა გახდა და როგორც განვითარდება მსოფლიოში მოვლენები, ეს პირდაპირ აისახება საქართველოზე, პარი უკუც, პირ უკუც, რა მოვლენებიც აქ ხდება,
ისიც სულიერი თვალსაზრისით ძალიან სერიოზულად აისახება მთელ მსოფლიოზე. ეს უკვე რწმენის საკითხი, ეს უკვე სულიერი საკითხების ცოდნის საკითხია. ამ მიმართულებით საზოგადოება შედარებით ნაკლებადაა ინფორმირებული, თქვათ მომზადებული, შეგვიძლია დროებით ცოტა გვერდზე გადავდოთ ეს საკითხი და უფრო წინ წამოვწიოთ ის, რაც იოლად დასანახი და რაზეც უმრავლესობა საუბრობს. ჩვენ ვეყრდნობით მოსული გაცხადებული უფლის სიტყვის ინფორმაციას. ეს არის ინფორმაცია, რომ ეს გზა არ დაუღვის. რა გზაზეც დგას მთელი კაცობრიობა. აქედან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ან იმ განცხადებებს, რომ მოვალ და ერთ წუთში გადავწყვეტ მშვიდობის საკითხს, ეს ომი არც უნდა დაწყებულიყო, თავიდანვე შევხედეთ სკეპტიკურად. იმიტომ რომ მოსული სიტყვის მიღებული ცნობიდან გამომდინარე, კაცობრიობა გადარჩება იმ შემთხვევაში, თუ ის ბოროტების გზას დააგდებს. და ეს ბოროტების გზა არის არსებული ფორმაცია, არსებული აზროვნება, არსებული მართვის სისტემები, ეს არის ჭურჭელი, რომელშიც ამგვარი სითხე ასხია, ის ცნობიერება, რაც გღუბავს და რისი მოქმედების მიმდინარე შედეგებსაც თვალნათლივ ვადევნებთ თითოეული ჩვენთაგანი თვალყურს, რაც ხდება მსოფლიო პოლიტიკაში, მსოფლიო სვებედი, საიდანაც მიემართება. ეს გზა დაუღბისაა. ამიტომ ჩვენი ანალიზი ამ კუთხით იყო. ვიცით, რომ არც ერთ ქვეყანაში არ არის ის სისტემა და ის ფორმაცია დამკვიდრებული, რაც მოითხოვება. ეს ქართველს უნდა გაეგო, მთელი უკვე 30 წელია, 28 წელი ბატონი აკაკი ემსახურა და იმის მერე უკვე აგერ უკვე რამის 30 წელი და უფრო მეტიც არის ეს დრო გასული, ქართველს უნდა გაეგო რა არის გასაკეთებელი და როგორ არის გასაკეთებელი. რა გვაქვს შეცაცვლელი და როგორ უნდა შეგვეცვალა რა? და ეს არ არის მომხდარი. ყველაფერი ერთი და იგივე ფორმაციის, ფულის სისტემის, ერთი და იგივე ცნობიერების ვითარებაში მიმდინარეობს. ესე იგი, ის გზა, რასაც ვადგავართ, არაა შეცვლილი. ეს გზა არის გზა დამასრულებელი, ეს არის სწორედ ის ჟამი უკანასკნელი, აი ამ აზროვნების, ამ ყოფა ცხოვრების ეს უკანასკნელი ჟამია, რომელიც გაჩერდება, მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე. ესე იგი, სხვა სიტყვებით რო ვთქვა, მთელი ცივილიზაცია შესული ჩიხში. და იმ ტიპის ცივილიზაცია ვართ, იმ მასშტაბის ცივილიზაცია ვართ, რომ ცივილიზაციის ჩიხური მდგომარეობა გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას. რამე არის რთული გასაგები, გაუგებარი, უნდა კიდე ამას მეტი ახსნა და განმარტება. და აქვე ჩნდება მეორე საკითხი. როცა ყოფნა არ ყოფნის საკითხები წყდება მთელი კაცობრიობის, სად არის ღმერთი? ზესართოდ არსებობს თუ არა ღმერთი? ალბათ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საკითხი ესეც დგას. თანამედროვე ევროპული ცხოვრების წესი, ლიბერალიზმი, ფსევდოლიბერალიზმი, თუ რა სახელიც გინდა შეურჩიოთ, საერთოდ აქ ღმერთი არ არის ლაპარაკი, აქ არის განვითარებული ცხოველზე საუბარი და ჩვენ თუ განვითარებული ცხოველები ვართ, არსებობს თუ არა ღმერთი, ეგეც საკითხავია. და თუ არსებობს, მაშინ რა არის მისი ნებელობა? ეს უკანასკნელი ჟამი ისე უნდა გავიგოთ, რომ რადგან ცივილიზაცია ჩიხშია შესრული, რომ ჩვენც უნდა დავასრულოთ არსებობა, ესაა საკითხი. და ქართულად სწორედ ეგ გვაქვს მიღებული, რომ არსებობს გადარჩენის გზაც. ხო, ახლა რა ხდება მსოფლიოს ამ დიდ ძალთა ჭიდილში და როგორი განლაგებაა?
როცა ცივი ომი იყო, ორი სისტემა იყო, ორი ურთიერთდაპირისპირებული სისტემა, ფორმაცია. კაპიტალიზმი გასაგებია, დემოკრატიით შელამაზებული, იქ სადაც ახლა ჩვენ ვართ და მეორე იყო კომუნისტური, სოციალისტური საბჭოთა მოდელი. ესენი რა თქმა უნდა ანტაგონისტური სისტემები გახლდათ, იმიტომ რომ სოციალიზმი ქადაგებდა სოფლიო რევოლუციას, რევოლუციურ ქონების ექსპროპრიაციას, გასახელმწიფოებრიობას, კერძო საკუთრების გაუქმებას და ინდივიდუალურ საკუთრებამდე დაყვანას. ითვლებოდა მარქსისტული ცნობიერებით, ადამიანს რო ადამიანი არ დაეჩაგრა, საჭირო იყო ჩაგვრის საშუალებათა მოსპობა. კერძო საკუთრება მიჩნეული იყო ბოროტების წყაროდ, თუ კი კერძო საკუთრება აღარ იარსებობდა, იქნებოდა საზოგადოებრივი საკუთრება, მაშინ ადამიანი ამ გზით წავიდოდა კომუნიზმისკენ, სოციალიზმის გავლით მივიდოდა კომუნიზმამდე. ესე იგი ეს ორი იდეოლოგია ურთიერთდაპირისპირებული იყო, კაპიტალისტურ სამყაროს პირდაპირ ებრძოდა კომუნისტური და ყველაფერი თითქოს გასაგები იყო, რომ აქეთ იყო დიდი ატომური ძერჟავა საბჭოთა კავშირი, საბჭოთა სისტემა, კომუნისტური სისტემა, დედამიწის ნახევრის მაკონტროლებელი, იქით იყო კაპიტალისტური დემოკრატიით შენებული. შუაში იყო ძალიან მკვეთრი ხაზი გავლებული, გარკვეულწილად გადანაწილებულიც, იყო ზონები, დაპირისპირების ზონები, მესამე განვითარების სამყაროში, იყო ურთიერთშეჯიბრის ზონები, ვინ მოახდენდა რევოლუციას და ვინ დემოკრატიას დაამყარებდა, ან ვინ სოციალიზმს დაამყარებდა, აფრიკის, აზიის თუ ლათინური ამერიკის სივრცეებში უპირისპირდებოდა ეს ორი სისტემა, ეს ორი ძერჟავა, მაგრამ უშუალო შემხებლობის ადგილებში იყო ზონები, რომლებიც ითვლებოდა ხელდაუდებლად, ხელშეუხებლად. მაინც ნელ-ნელა ჩამოყალიბდა განსაკუთრებით კარიბის კრიზისის მერე. დაიხვეწა, რადგან იყო მასობრივი მოსპობის იარაღი უკვე არსებობდა და მრავალათეულჯერ შესაძლებელი იყო მთლიანად დედამიწის ცოცხლის მოსპობა, ხო შესაბამისი ხელშეკრულებები საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით დადებული იყო და ასე იყო თუ ისე იყო, ცივი ომის პირობებში ეს ორი სისტემა მართალია ატომური რაკეტების ერთმანეთზე დამიზნებით, მაგრამ მაინც გარკვეული პერიოდი არსებობდა, იყო. ჩაისახა დიდი იმედი, მას შემდეგ რაც საბჭოთა სისტემა დაიშალა და ცივი ომი დამთავრდა დასავლეთის გამარჯვებით და ერთი და იგივე წყობაზე გადავიდა. გაუქმდა საერთოდ კომუნისტური იდეოლოგია, იდეოლოგიური საფუძველი, რომ დიდ ქვეყნებს შორის, დიდ მსოფლიო მონსტრებს შორის დაჯახება, რომ აღარ მომხდარიყო, აღარ არსებობდა, იდეოლოგიური სხვაობა აღარ იყო და მიჩნეული იყო, რომ ეს იქნებოდა საწინდარი იმისა, რომ დამყარდებოდა ახალი მსოფლიო წესრიგი და ქვეყანა მსოფლიო იცხოვრებდა მშვიდობიანად. მაგრამ გავიდა დრო და დრომ სრულიად სხვა და საწინააღმდეგო მდგომარეობა დაგვანახა. ჩვენ მიღებული ახალი სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, ბატონ იაკაკის 28 წლიანი მოღვაწეობით მიგვეთითა და თვალი აგვეხვილა იმის თაობაზე, რომ ურთიერთდაპირისპირების უმთავრესი საფუძველი თვითონ კაპიტალიზმშივე, ამ ფულის სისტემაშივეა ჩადებული. კონკურენცია შეჯიბრია, რაც შეიძლება რომ გამდიდრდეს, რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭოს, იწვევს სოციალურ უთანასწორობას თვითონ საზოგადოების ერის შიგნით. ქვეყნებს შორის და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მოწვავდება ბრძოლა ნედლეულისთვის, წავდება ბრძოლა ბაზრებისთვის, წავდება ბრძოლა რესურსებისთვის და პრინციპში აქ ახალი არც არაფერი ხდება. ისტორიის სახელმძღვანელოები რო ავიღოთ, თუნდაც გასულ საუკუნეში დაბეჭდილი, მე ახლა გამიჭირდება თანამედროვე გამოცემულ ისტორიის სახელს, თუნდაც სასკოლო სახელმძღვანელოებში რა და როგორ არის განხილული, და რთული საკითხია, მაგრამ ჩვეულებრივ ისტორიას რო გადავხედოთ, ვიცით პირველი მსოფლიო ომის ღია მიზეზი რა იყო. გადანაწილებული იყო მსოფლიო,
გერმანიას მზარდი ძალა გააჩნდა, მოდერნიზაცია მოახდინა და მოუნდა მასაც რომ თვითონაც ჰქონოდა კოლონიური ქვეყნები ისეთივე ჭარბად, როგორც ჰქონდა ინგლისს, საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს. და რადგან უკვე გადანაწილებული იყო, გერმანია გვიან შემოვიდა ხორუმში, მან გადაწყვიტა რომ ჩამოაყალიბებინა გარკვეული სამხედრო ბლოკი და თვითონაც გვერდზე გაეწია, გამოიწია, წამოიწყო პირველი მსოფლიო ომი. ეს არის ღია მიზეზი. ეხლა იქ ფარული კიდე რა იყო და რა ინტერესები არსებობდა, ახლა ამ თემას არ ვეხებთ. მაგრამ პირველი მსოფლიო ომი ისეთნაირად დამთავრდა, რომელმაც თავად თვითონვე ჩაუყარა საფუძველი მეორე მსოფლიო ომს. გერმანია ძალიან უსამართლო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ძალიან უბრალოდ შეჭირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა პირველი მსოფლიო ომის დამთავრების მერე და ისტორიკოსები თვითონვე ამბობენ, რომ პირველმა მსოფლიო ომმა თავის შედეგებით განსაზღვრა უკვე მეორე მსოფლიო ომისათვის პირობები, მოამწიფა. ესეც რა თქმა უნდა ემსახურებოდა მსოფლიო ბატონობის საკითხების გადაწყვეტას, მსოფლიო რესურსის დაუფლების საკითხების გადაწყვეტას, ერთი და იგივე წყობა იყო, მაგრამ ფაშისტური იდეოლოგიით მოხდა დარაზმა და ასე შემდეგ. გერმანიის და არა მარტო გერმანიის, ხო? ესე იგი არაფერი არ შეცვლილა. მეორე მსოფლიო ომის მერე შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ადამიანის ხელში აღმოჩნდა მასობრივი მოსპობის იარაღი, სიცოცხლის გამანადგურებელი იარაღი, კომუნისტური იდეოლოგია აღარ არის, იდეოლოგიურად დაპირისპირებული მხარი არ არის, ერთი და იგივე წყობით ცხოვრობთ, ფულის სისტემით ცხოვრობთ, მაგრამ სწორედ ეს ფულის სისტემა არის ჩვენივე დამაპირისპირებელი, ჩვენივე გადამაგვარებელი, ჩვენივე მომსპობი. დიდი გეგმა მუშავდებოდა მსოფლიო ერთმართველობისათვის, ეს კიდევ აქ მსოფლიო ერთმართველობისათვის ბრძოლაში ჩაქსოვილი არის უზარმაზარი ისტორიული საზრისი, იმიტომ რომ მსოფლიო ბატონობისათვის ბრძოლა ახალი თემა არ არის. თუ თვალს გავადევნეთ ეს მაკედონელიდან დაუშვათ, მაკედონელის სინდრომი მოყვამე, მონღოლები და დიდი დამპყრობლები არსებობდნენ. თავის დროის მსოფლიოს დამპყრობებს ახერხებდნენ და გარკვეული პერიოდები მართავდნენ კიდეც რომის იმპერია და არის ეს მოცემულობა, ბუნებრივი მოცემულობა გაგვაჩნია. უკვე ესეც გამჟღავნებულია და გამოვლენილია, რომ არსებობს ერთი კლანი, იუდაიზმის პირობებში ჩამოყალიბებული თალმუდისტური, მასონური-სიონისტური კლანი, რომლებიც ამ მსოფლიო ერთმართველობისათვის და მსოფლიო ბატონობისათვის ბრძოლაში ყველაზე დიდი ნიჭით გამოირჩნენ და ყველაზე უფრო ახლო მივიდნენ იმ დასახულ მიზნებამდე, რასაც მსოფლიო ბატონობა ჰქვია. მაგრამ ეს გეგმები ჩაიშალა. ეს უნდა მომხდარიყო ეროვნებათა წაშლით, დედამიწის მოსახლეობის მილიარდამდე შემცირების გზით, ზნეობრივი წარღვნით, პარალელურად უნდა წასულიყო. და უნდა დამკვიდრებულიყო უკვე შემცირებული მოსახლეობის პირობებში უკვე სრულიად სხვა ცხოვრების რეჟიმი. სხვა პირობებში. ეს უნდა მომხდარიყო თანაც უფლის სახელით. უფლის სახელით, ხსნელის სახელით უნდა მომხდარიყო, ნებაყოფლობით უნდა მომხდარიყო. ამიტომ იყო შემუშავებული ადამიანის უფლებებზე საუბარი, გამუდმებული საუბარი, დემოკრატიაზე გამუდმებული საუბარი, გაბრუება ფაქტიურად. იმიტომ რომ რეალურად თუ ჩაუღრმავდები, კაპიტალიზმში შეუძლებელია საცა ასიმეტრიული გადანაწილება ქონების, სიმდიდრის, ეროვნული რესურსის, იქ დემოკრატიაზე ლაპარაკი ზედმეტია. დემოკრატია არის უმრავლესობის ნებელობით საზოგადოებრივი მმართველობაა. ეროვნულ საზოგადოებრივი მმართველობაა. პირდაპირ თვალსაზრისით დემოკრატია, მაგრამ თუ წყობა კაპიტალისტური ეს საწინააღმდეგოა. ესე იგი იყენებდნენ მსგავსი კრავისა ონთ იძახის როგორც ურჩხული. ზრახვა იყო ურჩხულის. მილიარდამდე დაყვანა მოსახლეობის ადამიანის მოსახლეობის შემცირება სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამყენებით, მაგრამ ეს უნდა გაკეთებულიყო დემოკრატიის
ადამიანთა უფლებების, მრავალი პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ეკუმენისტური მოძრაობების, რელიგიათა გაერთიანებით, დიდი მასონური გეგმებით, მასონური ლოჟების გამოყენების საშუალებით უნდა ვისულიყო მსოფლიო იმ მდგომარეობამდე, რომ წამყვან სახელმწიფოებს თავისი ხელისუფლების გადაბარება უნდა მოეხდინათ გარკვეულ საერთაშორისო მთავრობისადმი, უნდა დავქვემდებარებოდით ამ გზაზე ვიდექით და მართლაც ძალიან ბევრი რამ გადაცემული დღესაც გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო მმართველობისადმი, თუნდაც საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაცია არსებობს და არა მარტო იქ არის ეკონომიკური და მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი და რო ჩამოვთვალოთ ძალიან შორს წაგვიყვანს. ეს უნდა დამთავრებულიყო იმით, რომ ბოლოს და ბოლოს იმ ერთ პირსაც გააფორმებდნენ როგორც მმართველს, მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა და ღმერთმა ჩაუშალა. კაცობრიობის ამ გამორჩეულად ნიჭიერ ნაწილს, რომელსაც მსოფლიო ბატონობის მიზანი 1000 წლეულების განმავლობაში გააჩნდათ და ასე ესმოდათ ბიბლია, რომ ჩვენ ვიბატონებთ სხვებზე, ასე ესმით ღმერთი. ასეთი ღმერთისცემთ, რომ ჩვენ ვიბატონებთ სხვებზე და ჩვენზე ვერ იბატონებენ ვერავინ, იმიტომ რომ ჩვენ ღვთისმრჩეული ხალხი ვართ. ისინი ასე იგებენ. ძალიან ახლო იყვნენ. სრულად ვიყავით ჩართული ამ პროცესში. მაგრამ ღვთისნებით ეს ჩაიშალა. ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში, როცა ეს პროცესი ჩაიშალა. უზარმაზარი სახსრები, უზარმაზარი ადამიანური რესურსი იყო მობილიზებული, იხარჯებოდა ძალიან დიდი რაოდენობის თანხები და რატო ძალიან დიდი რაოდენობის თანხები? იმიტომ რომ ფულის სისტემაში ადამიანი თავისთავად, როცა მას შემსრულებელ ნაწილზეა ლაპარაკი, მას არ აქვს სულიერი სიმაღლე. იგი თავის მოქმედებით არ იკვებება მაღალი სულიერების საზრდოთი. და ჩვეულებრივი პრაგმატული პიროვნება და ბიზნესია, მაშინ ესე იგი მისთვის ეს არის ბიზნესი და კარიერა, რასაც ის ემსახურება არასამთავრობოთი პარტიით, იქ ამგვარი სტრუქტურებით, რომ ასეთი ადამიანი ამ ფულს ისეთნაირად აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი უნდა ჭამოს. ამიტომ ძალიან დიდი რესურსები, ძალიან დიდი ფულადი რესურსები იყო საჭირო, რომ აი ეს უზარმაზარი მსოფლიო მოძრაობა ყველგან გაეხსნათ და ერთი მიზნისთვის დაექვემდებარებინათ. მაგრამ რა მოხდა? მოხდა ის, რომ აღმოსავლეთი დაუძრა ხელიდან. რატომ მაგას თავისი მიზეზები აქვს? ჩინეთი ცალკე უზარმაზარ მწარმოებელ ზემძლავ ცენტრად ჩამოყალიბდა, რომელსაც გააჩნია თანამედროვე ტექნოლოგიები, ნელ-ნელა თანამედროვე ბირთვული ქოლგაც, რომელმაც დაიკავა მსოფლიო ბაზარი, კაპიტალიზმია და ბაზარი დააკარგვინა, თვითონ გახდა მწარმოებელი. შემდეგ ასევე გამოეყო ცალკე წითელი მასონობა კრემლში მყოფი და მათაც ხისტად დააყენეს საკითხი. რო გვიახლოვდებით თქვენ ჩვენ მზათა ვართ დაგყვეთ და ვიყოთ ერთად, ჩემი ენერგეტიკა მიიღეთ, ოღონდ გამითვალისწინეთ მეც, ენერგოხაზებით გამარაგეთ, გაიყვანა ერთი ხაზი, ორი ხაზი ჩრდილოეთის, ის აქეთ, იქით, დახსელა მოკლედ სოფლიო მიმართულებით და ამით ვეყაბულდებოდა, რომ ახლო არ მოხვიდეთ, რომ მე თავი მშვიდად ვიგრძნო და ამ ენერგეტიკით და რესურსით მე ჩემ ამბიციებს დავიკმაყოფილებ, ჩემ კოლოს მე თვითონვე შევქმნი. კაცრად დაუყენა საკითხი, რომ მიახლოვდები ჩემს წინააღმდეგ. ალყას მარტყავ და მე ამას აღარ დავუშვებ. მე უკან დასახელი გზა არ მრჩება და ფაქტიურად წამოიწყო სამხედრო ჯანყი. უკრაინაში მიმდინარე ომი სწორედ ეს არის. ესე იგი, არ მოხდა ისე, რომ წამყვანი ქვეყნები ერთ ჭყვაზე დაეყენებინათ, ერთ კონტროლზე აეყვანათ.
დასავლეთი ამ საკითხში წარმოადგენდა ერთიან მონოლითს წამყვანს გლობალიზაციის აი ამ მოდელში, რასაც მსოფლიო ერთმართველობა ქვია, ქრისტიანული თვალსაზრისით ანტიქრისტეს დასმა, რასაც ქვია, აი ამ მოდელში. დასავლეთი იყო წამყვანი, ერთიანი, მონოლითური. აქაც გადანაწილებული იყო ადგილები. ამერიკას ევალებოდა დამრტყმელი ქვეყნის, დამრტყმელი ძალის როლი, თავის შეერაღებული ძალებით, თავისი პენტაგონით, თავის ცერუთით. ამერიკით ჩამოყალიბებული იყო უზარმაზარი მსოფლიო ეკონომიკური იმპერია, 800-ზე მეტი თავისი სამხედრო ბაზით. ეს უზრუნველყოფდა ევროპის უსაფრთხოების საკითხებსაც და ერთდროულად ამითვე აკონტროლებდა სრულად ევროპას. უფრო მორჩილებას. ევროპის როლი რა იყო? ევროპას უნდა დაედგა სპექტაკლი მულტიკულტურული აღრევის, გადაგვარების, ეროვნულობის, რასის, რელიგიის, წაშლის, ახალი ჰიბრიდი ადამიანის გამოყვანისა. ასეთი ექსპერიმენტი იყო თვითონ ამერიკაც, მაგრამ მაინც ამერიკა ეს არაისტორიული სივრცეა მსოფლიოსთვის. განსხვავებით ევროპისა. ევროპის მაგალითზე, ევროგაერთიანების მაგალითზე უნდა ჩამოყალიბებული ამგვარი სივრცე, რომელიც ერთდროულად იყო თავისთავად მაინც მუქთახორა, ბაგურკვებაზე, ამერიკის ბაგურკვებაზე დასმული, სადაც ეს მასონური სოდომიზაცია, დავარქვა თავის სახელი, ყველაზე სრული მასშტაბით უნდა ჩამოყალიბებულიყო და ეს უნდა ყოფილიყო მსოფლიოსათვის სამაგალითო და იყო კიდევაც. ვიყავით დაავადით ამ ავადობიდან ჯერ ჩვენ ვერ გამოვდივართ, რომ ევროგადარეულობა, ევროფაღარათი დღესაც ბოლომდე გვაქვს გამჭდარი და ვერ გამოვდივართ. მე ლაპარაკი მაქვს მართლმსწრეებზე, ლაპარაკი მაქვს მართვასთან ახლომყოფ იმ არასამთავრობოზე და გარე დაფინანსებაზე აღმოცენებულ პოლიტ ნაწილზე. და არა მარტო ამ პოლიტ ნაწილზე, იმ მასმედიის საშუალებით გაბრუებულ ნაწილზეც ესეთ სერიოზული რაოდენობა ქვეყნის შიგნით. ხო. ასეთი როლი უნდა ეთამაშა ევროპას. რა მდგომარეობა გვაქვს ფინანსებში? ამ პირობებში დოლარი იყო მსოფლიო ვალუტა. ახლა უკვე ღიად ლაპარაკობენ, ჯერ კიდევ უკვე ნიქსონის დროს ოქრო ჩაეხსნა. წარმოებული პროდუქციის ოდენობის საკითხები ჩაიხსნა და დოლარი იბეჭდებოდა და იბეჭდებოდა. აზრიც აღარ ქონდა ამ შესაბამისობაში, იმიტომ რომ არანაირი შესაბამისობრი, რომ 18-ჯერ მეტი იყო თვალწინები დოლარი მოჭრილი, ვიდრე შესაბამისი ოქრო იდოდა. ახლა რომელი შესაბამისობა შეიძლება ყოფილიყო ლაპარაკი და დღეს მით უმეტეს ცარიელი ხალხია. მსოფლიო დინებამ წარმოქმნა სამი ძირითადი ცენტრი. ამერიკა თავის სატელიტებით, ჩინეთი, აღმოსავლეთი, კრემლი. ესენი იმ ტიპის მსოფლიო ერთმართველობის გეგმარის წინააღმდეგი წავიდნენ ეს ორი ცენტრი. შეუძლებელი იყო, რომ ნებაყოფლობით, დემოკრატიით, სიყვარულით, კოღოებისა და კოჭილძაღლების დაცვით და ასე შემდეგ, რომ რამენერად ის მხსნელი დამჯდარიყო. ამიტომ ეს უზარმაზარი ფინანსები, რაც იხარჯებოდა, ბოლოს და ბოლოს ქაღალდი იბეჭდებოდა, ეს ქაღალდით ხდებოდა ამ ყველაფრის დღემდე მოტანა. ანუ ეს ყველაფერი ღმერთის ნებით მოხდა. სხვადასხვა ენაზე ალაპარაკა. ანუ რაც ნიშნავს სხვადასხვა ენაზე ალაპარაკა. ამათი ინტერესები სრულიად სხვადასხვა პოლუსებზე აღმოჩნდა. და საერთო ენაზე ვეღარ ილაპარაკეს, საერთო ენაზე ვეღარ გამონახეს. ჩაიშალა. და რადგან ჩაიშალა, ეს ასეთი ყოფა, რაც არის, ამდენი ხნით გათვალისწინებული არ იყო. იმიტომ რომ ეს შეუძლებელია იცხოვროს. ქვეყანა მიარსებოს, ქვეყანამ როცა შენ გეხარ და ცარიელ ფულს ბეჭდი, როცა მოგების გამო და არა მარტო მოგების გამო,
შენი წარმოებები სხვა ქვეყანაში შენს მოწინააღმდეგე პოლუსშია გატანილი, როდესაც გასავალი აჭარბებს, მრავალგზით აჭარბებს შემოსავალს, როცა მთელ შენ სტრუქტურაში დასაქმებული წრეები, ჩამოყალიბებული წრეები, ყველა კორუმპირებულია და ფულის მითვისებაზეა და ასტრონომიულ ციფრებს გასცდა უკვე შიდა დავალიანება და ვისი დავალიანებაა კიდევ ეგ. ეს ხო კიდევ სხვა დიდი სიმახინჯია, თვით სახელმწიფო კი არ ბეჭდი და ბოლოს და ბოლოს ამ цаრიელ ქაღალდს სახელმწიფოსთვის საჭიროებისათვის, არამედ კერძო სტრუქტურა 1900 ესეც უკვე რიათაა გამოტანილი 1913 წლიდან ფედერალური რეზერვები წარმოადგენს კერძო სტრუქტურას, რომელიც ბეჭდის დოლარს სახელმწიფოს მოთხოვნით ამ სახელმწიფოს აძლევს პროცენტის სისტემის სიმახინჯე წარმოიდგინეთ. წარმოუდგენელი ამხელა სახელმწიფოს ვალია კერძო ერთი კომპანიის, ბაუშოთ ბანკის თუ ადამიანის. ამერიკის შეერთებული შტატების ვალია მთელ მსოფლიოს რამის, ამერიკის შეერთებულ შტატებს კიდევ ერთი კერძო რაღაც კანტორის ვალია ფედერალური რეზერვის, რომელიც ბეჭდის დოლარს. დოლარის უკან არ არის არც ოქრო, არც წარმოებული პროდუქცია. ესე უბრალოდ საბეჭდი ქაღალდი. საბეჭდზე დაბეჭდილი, კარგად გაფორმებული ქაღალდი. ერთი კონკრეტული ოჯახი მართავს მის წინაშე ვალს გავადრო და ჩვენი შთამომავლობა გაოცებული იქნება იმ საოცარი ტრაგიკომიკური მდგომარეობით, რაშიც 8 მილიარდიანი მოსახლეობა, ამდენი ინსტიტუტები, ამდენი კვლევითი ინსტიტუტები, ამხელა ტექნიკური მიღწევები, ამხელა შემეცნებითი უნარის მქონე სასოფლიო საზოგადოებრიობა რა აბსურდში, რა პრიმიტივიზმში და რა ძარცვის რეჟიმში ცხოვრობდა, რითი ვიკლავდით თავს. გაოცდებიან, როცა გავა დრო. ოღონ მანამდე მისვლაა საჭირო, მანამდე გადარჩენაა საჭირო. ჩვენ სამყაროს შექმნის და პირველი სხივის და რამის არის სამყაროს დასალიერის უშორეს galaktikebსაც კი ხედავთ. მიკროკოსმოსში ვარ ჩასული და ატომი რამდენ ნაწილად გვაქვს უკვე დაშლილი, ისა გვაქვს გამოკვლეული. ჩვენ რა კლუბში გვაქვს როგორ პრიმიტიული, როგორ ძარცველურ კლუბში გვაქვს გაყოფილი თავი და როგორ ცხოვრობთ და ვეგუებით ამ ყველაფერს, აი ეს არის გასაოცარი პარადოქსი ჩვენი ყოფიერების რა ეპოქაშიც გვიწევს ცხოვრება. და რა მოხდა ახლა, რადგან ეს დიადი ჭყალებში ჩავსვათ, მათთვის ძალიან დიადი გეგმა ვერ შესრულდა, ვერ მოხდა დათანხმება და ასე ნებაყოფლობით არავინ არ დაგითმობს, არ გადმოგცემს თავის ხელისუფლებას. რუსეთი მზადაა იომოს, ხედავთ რომ ომობენ წითელი მასონობა. ასევე ჩინეთიც უზარმაზარ მზაობას აჩვენებს დანარჩენ მსოფლიოს თავისი ულტრათანამედროვე მზარდი შეერაღების პოტენციალით. ესე არავინ აღარ გადასცემს და მისცემს. ამიტომ მონოლითური დასავლეთი ძალიან სწრაფად გაიყო ორნაწილად. რასაც ჩვენ უყურებთ. დასავლეთს თუ არსებობა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ, ელემენტარულ ნორმალურ მდგომარეობას, შემოსავალი და გასავალი დააბალანსოს. ამხელა გასავალს ვერ აიტანს, ბოლოს და ბოლოს ეს ქაღალდის ბეჭდა უზარმაზარ ინფლაციაში წავა და ამ цаრიერ ქაღალდში შენ აღარ მოგცემენ იმას, რასაც აქამდე იღებდი. ეს ქვეყნები უკვე ბრიქსის კავშირით, სხვა კავშირით ერთმანეთთან კავშირდებიან, გამოდიან ამ დოლარის ზონიდან, თავიანთი ფულად საკრედიტო სისტემებით, საქონელი გაცვლით და ასე შემდეგ სხვა ურთიერთობებს ეძებენ უკვე. შეიძლება არ ხმაურობს სოფლიო ამიმართულებით, მაგრამ ფიქრობენ, ამიტომ დადგა დღის წესრიგში საკითხი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. ევროპის შენახვა, ევროპის კვება უკვე მისთვის გაკოტრების ტოლფარდია. ფედერალური რეზერვებით ფულის ბეჭდა და კიდევ დამატებითი პროცენტების გადახდაც ესეც უკვე აუტანელია ამ პირობებში, როცა დაკარგულია სოფლიოში პირველობის ბაზარი, ჩინეთმა დაიკავა დეფოლტის საშიშროების წინაშე. რეალური დეფოლტის საშიშროების წინაშე. ამხელა
სამხედრო სტრუქტურის შენახვა ამხელა დანახარჯებით შეუძლებელია, შეკვეცაა საჭირო, სეკვესტრია საჭირო ყველაფერში. და სწორედ ამის კეთებას იწყებს. ერთდროულად. რუსეთს აწევებდნენ იმიტომ, რომ სოფლიო ერთმართველობის გზაზე წავიდნენ ვაბანკზე. მივაწვეთ რუსეთს, ჩავაყენოთ საომარ მდგომარეობაში, დავასუსტოთ, შიგნიდან დავამხოთ, დავიქვემდებაროთ და გამოვიყენოთ ჩინეთის წინააღმდეგ საომრად. მის რესურსები აჩავდოთ ხელში. თავისთავად ცხადია. ეს გეგმა ჩაიფუშა. ჯერ გაჩერებულია. უფრო მეტი მიწოლა რუსეთზე გამოიწვევდა ბირთვულ კატასტროფას. ძირითად გეგმებზე უნდა აეღოთ ხელი, სხვა გზა არ არის. ახლა ჩინეთს ესე ვერ დაარტყავ, ვერ გათიშავ, ვერ მოსპლობ, იმიტომ რომ რუსეთი ჩინეთი ერთად არიან და ორივეს ბირთვული პოტენციალი, ორივე სამხედრო პოტენციალი ისეთია, რომ იმას ვერსად ვერ გაექცევი საპასუხო რისხანებას და საჭირო იყო ამ მიმართულებით, რუსეთის მიმართულებით, ძირითადი გეგმის დროებით გადადება და შეჩერება. ხელის აღება გლობალიზაციის ყველაზე უფრო კაც, ყველაზე უფრო გამანადგურებელ გეგმებზე თვითონ აიღეს ხელი. თავი დაანებეს დემოკრატიის თამაშს, თავი დაანებეს ლიბერალიზმის თამაშს, იმ მედია საშუალებების დაფინანსებას, იმ ორგანიზაციების დაფინანსებას, რასაც თუმცა მოხდება გადაფორმატება უეჭველად. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე ხელი აიღეს. და ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველ რიგში თავისი ეკონომიკა რამდენადაც უნდა გამოასწოროს და აყენოს ფეხზე. შემოსავალ-გასავალი უნდა დააბალანსოს. ეს ერთი. მაგრამ ჟამია ისეთი, რომ უნდა გამოვლინდეს ის, რაც დაფარული იყო. ხეცის ერთი დიადი გეგმა ჩაიშალა და გაჩერდა სოფლიო ერთმართველობის ის მასონური, რაზეც ლაპარაკი გვაქვს. მაგრამ მეორე გეგმა ამუშავდა მაინც და ესეც რომ ხეცისა, ესეც თვალნათლივ ჩანს. ესეც აღარ იმალება. პირველ გეგმაზე თუ უზარმაზარი ინფორმაცია უკვე შემოსული მთელს ინტერნეტში, მასონობის გეგმები, კომიტეტის 300, ალენდალესის გეგმები, სიონის პრეზიდენტთა კრების ოფმები და რომ მოვყვეთ უამრავი რამეა. აი მეორე გეგმა რაც აამუშავეს, ისეთი ხალხი მოიყვანა და ისეთ პოლიტიკას ატარებინებს ის, რასაც ჩვენ თვალით ვერ ვხედავთ, რომ ესეც ნათლად გვანახებს, ესეც ხეცისაა. კონკრეტულად ესეც გლობალისტური გეგმა, აქ იგულისხმება ოღონდ ასეთი რამ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყოს სოფლიო ჰეგემონი, სახელმწიფო. სახელმწიფოს, რომელსაც მოწესრიგებული აქვს შემოსავალი და დასავლი, ცოტა სხვანაირად არის სახელმწიფო, რომელიც ეგუება იმას, რომ არსებობენ სხვა პოლუსებიც, მარტო თვითონ არა, სხვა პოლუსებიც არის, ანუ სხვა ველიკო ძერჟავებიც არის, მაგრამ ესენი ყველა უნდა ექვემდებარებოდნენ ამერიკას. ამერიკა ისეთი დიდებული უნდა გავხადოთ, როგორც ჯერ არასოდეს არ ყოფილა და ღია ექსპანსია აგრესიაზე მიდის. ესე იგი, დამთავრდა დაფარვის, დამთავრდა დემოკრატიის, დამთავრდა ეს ბუნჩულა ხსნელის თამაშის დრო და პირდაპირ გადადის უკვე ნიღაბ მასკი, ესე იგი მასკი კი არ მარჯვენა ხელი, მაგრამ ამ ნიღბის ჩამოძრობის პერიოდი და პირდაპირ კანადა უნდა, გრენლანდია უნდა, ის უნდა, მექსიკა უნდა, ყველაფერი რაც შემოგარენშია, ეს ყველაფერი უნდა, რომ ამერიკა, რატო, საფუძველი რა არის, კაპიტალიზმია, რესურსი მცირდება, მოსახლეობა მატულობს, სულ უფრო და უფრო მეტი რესურსი სჭირდება კაპიტალისტურ სისტემას და ის იმარჯვებს ამ დაუნდობელ უსაშილეს კონკურენციაში, ვინც აკონტროლებს ამ რესურსს. დაძიებული არის ჩრდილოეთში, ხელდაუდებელია, ჩრდილოეთის ხელდაუდებელია ჯერჯერობით, დაძიებულია და ახლა იქაა გადატანილი მსოფლიო დაპირისპირება. კანადას თუ მიერთებს, გრენლანდიას თუ მიერთებს, ამერიკის შეერთებული შტატებიც უკვე მთელი თავისი დიდი მასით მიადგება ჩრდილოეთს და რუსეთთან ერთად ძალიან დიდი სექტორის
მაკონტროლებელი გახდება. აი ეს უნდა სამაგიეროდ ყოველგვარი ბოდიშის გარეშე. ჩვეულებრივი აგრესორი გამოდის. ახლა მე არ ვიცი, ერთი ნაწილი ამბობს, რომ ჩატარებული კვლევებით კანადის მოსახლეობის უმრავლესობა მზად არის, რომ შეუერთდეს ამერიკასო. მე ყოველ შემთხვევაში ეს არ გამიგია. ღიად ესეთი რამე არ გამოსულა. ღიად ის გამოვიდა, რომ გრენლანდიის მოსახლეობამაც კი ჩვენ დამოუკიდებლები უნდა ვიყოთ და არა ამერიკის შემადგენლებიო 50,000 ადამიანმაც ჯერჯერობით ასეთი ნებელობა გამოავლინა. რამდენადაც ეს მოდის ჩვენთან ეს ინფორმაციები. რა ხდება კანადაში? მოდი დავყოთ და მივყვეთ მაშინ ასეთნაირად. ადამიანი ერი კაცობრიობა სამი ღვთაებრივი წარმონაქმნია დედამიწაზე. კაცობრიობის სხეული ახლა ყალიბდება, განსაკუთრებული რთული ფაზაა, ერები უფრო ადრინდელი პერიოდიდან იწყებენ ჩამოყალიბებას, ადამიანი თავისთავად კიდევ უფრო ადრიდან მოდის, როგორც ინდივიდი. ეს სამივე, რა თქმა უნდა, მთლიანი ევოლუციის პროცესს განაპირობებს სამივე ერთად. მაგრამ ერებშიც გვაქვს უძველესი ერები, საშუალო ხნოვანები, სამ ნაწილად შეიძლება დავყოთ ესეც რა თქმა უნდა სქემატური და ახალგაზრდა ერები. ახალი ერები. ახალგაზრდა ერიც ერია, რომელიც ჩვენ თვალსაწიერის პირობებში ყალიბდება, მოხდა დეკოლონიზაცია და გაჩნდა ის სახელმწიფოები, რომლებიც ადრე რუკაზე არ არსებობდნენ, შევიდა ცივილიზაციის გარკვეული ფორმა და გვაქვს აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და აზიის ზოგიერთ რეგიონებში. აზია, რა თქმა უნდა, უფრო უძველესი ერების განსახლების ტერიტორია თავისთავად ცხადია და აქედან გამომდინარე ახალ ერებსაც, რა თქმა უნდა, აქვთ იგივე ხელშეუხებლობა თავიანთ მოკლე ისტორიის მანძილზე და უნდა ჰქონდეთ მოკლე ისტორიის მანძილზე, რაც მათ უკვე აქვთ. ამერიკის თანამედროვე სახელმწიფოები, თანამედროვე ქვეყნებში მაცხოვრებლები, ხალხები უკვე ერებად ყალიბდებიან, რაღაც ფაზები უკვე გავლილი აქვთ. ამიტომ მათაც თავიანთი ისტორიული საზღვრები უკვე ჩამოყალიბებული აქვს და ისინი სუვერენული უნდა იყვნენ, სხვანაირად არ გამოვა. ახლა დაშვება იმისა, რომ რომელიმე ძლიერს უნდა ერად დავუშვათ ამერიკელი, ვიფიქრეთ, რომ უკვე ერად ყალიბდება რა, სულ 200 წლის ისტორია, მართალია ემიგრაციის ხარჯია წარმოქმნილი ძირითადი მოსახლეობა და ადგილობრივი განადგურებულია, დამცრობილია ადგილობრივი ინდიელები. ესეც ცალკე დიდი თემაა. ამერიკელი ერი ყალიბდება 200 წელი აქვს, ასევე დანარჩენი ამერიკის კონტინენტზე მაცხოვრებელი ერებიც ყალიბდებიან, მათ უკვე აქვთ გარკვეული ისტორიული საზღვრებიც, გარკვეული ისტორიათან ცხოვრების გააჩნია და ახალგაზრდები არიან. და ამათაც ისევე ეკუთვნით დედამიწის ზურგზე თავიანთი ადგილი, ისეთივე პატივით ეკუთვნით, როგორც საშუალო ხნოვანების ევროპის, როგორც უძველეს ერებს, ჩვენ ქართველებს, ბერძნებს, ჩინელებს, ინდოელებს. ამათაც ისევე ეკუთვნით თავიანთი ადგილი დედამიწაზე. ამიტომ იმის დაშვება, რომ იცი რა, ეხლა ერთმა უნდა მეორე მიიერთოს და თავის ნაწილად აქციოს ახალგაზრდა წარმოქმნილ ერებში, ერთმა დიდმა თავისი სურვილის და მიხედვით უნდა მიიწევოს, მიიერთოს. სულ ამერიკა გახადოს, ჩაყლაპოს. მაშინ, ეხლა როგორ ვთქვათ, საშუალო წლოვანების ერებშიც იგივე, იქნება აქ ევროპაში ჩდება რომელიმე ესეთი დიდი, რომ აიცი რა უსაფრთხოება, რომ უფრო კარგად იყოს, რომ უფრო დიდი გახდეს და შედარებით პატარები რომ მიიერთოს, არა? ძველ ერებშიც ეხლა როგორ სპარსელებს რო გაუჩნდეთ სურვილი, რომ სპარსეთი ძველი ერია, ხო?
რომ სომხეთი საქართველოს პატარ-პატარები ისე ძველებურად როგორც მიერთოს, ეს უბრალოდ ხდება, იმიტომ რომ ეს ის დროა, როდესაც დამალული და დაფარული ვერ დარჩება ვერაფერი და თუ კი აქამდე შეფუთული იყო, ლამაზად იყო გაფორმებული, რომ დაუშვათ ეს ომები, შეჭრები, იყო დემოკრატიის ნაკლებობის გამო და თითქოს ამ დიდ სახელმწიფოს იმ ხალხზე გული ეწვებოდა, რომ ისინი დემოკრატიაში არ ცხოვრობდნენ და დიქტატორი ყავდათ პრეზიდენტად. ან სხვა ისეთი კეთილშობილური გამოგონილი მიზეზებით ხდებოდა. ეხლა გამოვიდა სააშკარაოზე, რომ ეს ყველაფერი გამონაგონი იყო და დღეს უკვე ეს დიდი სახელმწიფოები, დიდი ძლიერი ძალები ღიად აცხადებენ პრეტენზიას, რომ ეს მინდა. კი. ყოველგვარი ლამაზი შეფუთული აი ჭვიალა ქაღალდის გარეშე. ხო, მაგრამ მე აქ რეგრესი თქმა მინდა, რომ გამოჩნდა ერთი ნაწილი, რომელიც ამართლებს ამ საქციელს, ლოგიკურად და მართებულად მიიჩნევს, ტაშს უკრავს ტრამპის პირით გაცხადებულ ამ ნებასურვილს, ასე მიიჩნევ, რატომაც არა, გრენლანდიაც უნდა ეკუთვნოს, კანადაც ის გაიზარდოს. მაგრამ ჩვენ სხვა ჭრილში გვინდა შევახედოთ საზოგადოება. თუ იმ პრინციპს გავყვებით, რომ ადამიანი ერი და კაცობრიობა ღვთაებრივი წარმონაქმნია და თითოეული თავის ადგილზე ხელშეუხებელია, მაშინ ტყუის ამერიკის შეერთებული შტატები. იმიტომ რომ კანადაც ახალგაზრდა, ისეთივე ახალგაზრდა ერია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები. მე გინახავდითო და ეხლაო, მაშინო მე უნდა შეგიერთოთ. ამდენხანი მე გინახავდითო. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ რუსეთის ფედერაციამ უნდა თქვას კიდე არა, რომ მე საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე მე ვარ, საბჭოთა კავშირი გინახავდათ, არსებობს ამგვარი კალკულაცია და დასაბუთება, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან რაღაცები შენდებოდა რესპუბლიკებში და საკმაოდ დიდი ღვაწლი მაქვს გაღებული და ამიტომ ეხლა ისე უნდა მიგიერთოთ უკანო, ესე გავყვეთ. იმიტომ რომ ხო პრეცედენტის მნიშვნელობა ძალიან გადამწყვეტია, აი რაც ხდება თუ დაუშვებთ, რომ ეს იქ ასე უნდა მოხდეს, ეს უკვე პრეცედენტია იმისა, რომ იქ თუ ასე ხდება, მაშინ აქეთაც შეიძლება ესე მოხდეს. იგივე პრეტენზიები სხვებსაც გაუჩნდეს. ესე იგი ეს რას გამოიწვევს? მტაცებლობის ახალ ტალღის გაძლიერებას გამოიწვევს მსოფლიოს მასშტაბით. ესე იგი დღეს ამერიკა რასაც აკეთებს, ეს აძლიერებს ამ მტაცებლური ტალღის წარმოქმნებს სხვადასხვა რეგიონებში. ამერიკას თუ უნდა ის რომ მიითვისოს და შეჭამოს, თურქეთს რატომაც აღარ უნდა? აი აქვე დევს პასუხი იმათი კითხვის, რომლებმაც ასე ვთქვათ დასვეს კითხვა, რომ რა შუაშია სისტემა და ფორმაცია, აი მსოფლიოში შექმნილ დაძაბულობებთან, არეულობებთან დაპირისპირ, თუნდაც ქვეყნის შიგნით. აი ეს არის. აქ რეალური ბრძოლა მიმდინარეობს რესურსებისთვის. კი, მართველი ელიტა, რომელიც ვალშია, მათ წინაშე ვინც ისინი მოიყვანეს, დააფინანსეს, პოლიტიკურ ფიგურებად ჩამოაყალიბეს აქციებს და ხელისუფლებაში დასვეს, ვალდებული არიან მათ მიმართ. მათ ახალი ბაზრები ჭირდებათ, მათ ახალი ნედლეულის წყაროები ჭირდებათ. ამიტომ ამ სახელმწიფომ უნდა იბრძოლოს და გაუკვლიოს გზა. ამიტომ ვახსენებთ ეხლა, რომ ისე გამოგვათაყვანეს ამ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების და LGBT პროპაგანდა აგიტაციით, რომ მთელი ისტორიული საზრისი დავკარგეთ. რატო წავიდნენ მსოფლიო ომზე ეს უზარმაზარი ქვეყნები თავის დროზე? წავიდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჭირდებოდათ ახალ-ახალი ბაზრები, ახალ-ახალი მისატაცებელი რესურსები ჭირდებოდათ. ინგლისს თუ იმდენი კოლონია ყავდა ძალიან ბევრი ასევე საფრანგეთს, გერმანიასაც უნდათ და არა მარტო გერმანიას. ამიტომ ესენი წამსვლელი იყვნენ იმ უსაშილეს ომზე, რომ 10 მილიონი ადამიანი შეიწირა. იქ სხვა კლანებიც მონაწილეობდნენ, ეგეც გასაგებია, ახლა ამ თემას არ ვეხება, მაგრამ წამსვლელია ადამიანი, წამსვლელია თანამედროვე ადამიანიც ამ აზროვნებით. უბრალოდ აქ ხელს გვიშლის მასობრივი მოსპობის იარაღი და ახლა მუშავდება გეგმა და სწორედ ახლა იმ საკითხს კვლავ ვივადგებით, რომ მუშავდება გეგმა, რომ მასობრივი მოსპობის იარაღის პირობებშიც კი ამ ზემძლავ სახელმწიფოთა შორის
მაინც იქნა წარმოებული ომი გარკვეული შედეგების მისაღწევად. და მოხდეს აპოკალიფსი, ოღონდ გარკვეულად ლოკალურ ტერიტორიაზე, ოღონდ მთავარი მიზანი იქნას შესრულებული. რა არის მთავარი მიზანი? რესურსის ხელში ჩაგდება მსოფლიო ბატონობა, ერთპიროვნული ბატონობა. რა კვებავს ამას? კაპიტალისტური ცნობიერება. და არა მარტო უბრალოდ მხოლოდ კაპიტალისტური ცნობიერება. დასაბამიდან დღემდე გამლილი საკაცობრიო ისტორიის გაკვეთილები. სააღმზრდელო გაკვეთილები. იმიტომ რომ მაინც საწყისიდან დღემდე ძირითადი ცხოვრების წესი არის აგებული მინუსზე. ძალმომრეობაზე, მტაცებლობაზე, მონათმფლობელობა, ფეოდი, მიწის მფლობელი და ბატონყმობა, ბურჟუაზია, ხო უყურებთ კაპიტალიზმიც როგორია და აი ამისი უმაღლესის მიღწევა ყველაზე დიდი რასაც შეიძლება მიაღწევს არის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაში დღეს სოფლიო. ეს კვებავს. წამსვლელი, ეხლა მუშავდება სწორედ ისეთი გეგმარი, მიუხედავად იმისა, რომ არის მასობრივი მოსპობის იარაღი, რომელსაც მესამე მსოფლიო ომის ღია წარმოება გააჩერდა და შეუძლებელი გახადა, ახლა სწორედ ერთდროულად მიმდინარეობს გადაფორმატება. გადაფორმატების არსი რაშია? ამერიკამ თავისი ბრჭყალები გამოაჩინა, თავისი საძოვრები შემოსაზღვრა. აი ეს მთელი ამერიკა მე უნდა ვიყო ჩრდილოეთში და ალბათ სამხრეთსაც მე მოული ამერიკა მე ვარ. იქ ჩინეთთან გასაგებია, იქ კიდე არის სხვა საკითხი აღმოსავლეთზე გავლით, ესე ძალიან გააქტიურდა და ფაქტიურად ეხლა როგორი მხსნელია, როგორი კეთილშობილია სანქცია მისცა ისრაელს, ეს ისრაელის თემა კიდე ცალკე თემაა, რომ გააგრძელოს გენოციდი პალესტინელების. 600-ზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი, ბავშვი, ქალი დაუვილი. სანქცია გაცემულია. როგორი მშვიდობის მტრედები არიან, უკვე ყველაფერი ცხადია აქედანაც. ყველაზე გაჭირებული, შეჭირებული მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროპა, რომელშიც ასეთი სამაგალითო მშენებლობა მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული ევროპის სამოთხის, ბორელისეული სამოთხის, ბაღის. ამ სამოთხის ბაღს ძირი გამოაცალეს. ამერიკამ კი შემოფარგლა ეს თავისი საძოვარი, მაგრამ არ ყოფნის და თავისივე ძმა, თავისივე სატელიტი ყველაზე უფრო იოლად შესაჭმელი აღმოჩნდა გველი, რომელიც თავს ჭამს. ეს მდგომარეობაა. რუსეთი ხედავთ რომ ომობს, წითელი მასონები ომობენ და რუსეთი ესე თავს არ შეგაჭმეინებს, ჩინეთი ხედავთ როგორც არის და ყველაზე მსუყე დაუცველი ლუკმა ამ შემთხვევაში ევროპას მიადგა ჭამს. ასეთი მდგომარეობა აქვს. ევროპა ძალიან რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ევროპა სოდომი ვთქვით, რომ იქ სადაც სოდომია, გონება იქ ისე დაბლდება, რომ ეს თვითგანადგურებისაზე დგება. რაზეც არის ევროპა დაყენებული. არ მოყვებით დემოგრაფიის საკითხებს იმას ამას. და რა არის ევროპის უახლესი მემკვიდრეობა? დაახლოებით 500 წელია, რაც ევროპაში იფურჩქნება და ყალიბდება ძალიან ძლავრი იმპერიები. ევროპის წამყვანი ქვეყნები მიჩოვლი არიან სხვების ჭამას. ევროპის ელვარება, ძლიერება ეფუძნებოდა ევროპის ქვეყნების იმპერიალისტურ პოლიტიკას. იმიტომ რომ აქ წავიდა მოდერნიზაცია, აქ წავიდა მეცნიერული ტექნიკური პროგრესი პირველად, რითაც ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვეს სამხედრო სფეროში. აქ ჩამოყალიბდეს სამრეწველო სიმძლავრეები, ეს დაუკავშირდა ვაჭრობას, დაუკავშირდა დაპყრობითი ომების წარმოებას და აი ამის ნიადაგზე ევროპა უკვე გენეტიკურად მიეჩვია სხვების ჭამას. მეორე მსოფლიო ომის მერე ცოტა სხვანაირად იყო, ამერიკა კვებავდა მათ სამხედრო საკითხები ამერიკას ჰქონდა თავის თავზე აღებული მაგ თემას არ ვიუბრუნდები. დღეს ახლა ევროპა გრძნობს, რომ მას ფეხიდან ნიადაგი გამოაცალეს. იგი რჩება რესურსების გარეშე, რჩება კოლონიების, ბაზრების გარეშე, იმიტომ რომ
სოფლიო ბაზარში უზარმაზარი ჩინეთია შემოსული, სოფლიო ბაზარში შემოსულია აზიის ქვეყნები, ინდოეთი. სოფლიო ბაზარს უკვე ცოტა სხვანაირად აქვს საქმე ლათინურ ამერიკაშიც საქმე, იქ ბრაზილია. აქეთ ამერიკაა თვითონ ჩავარდნილი, თავის მიხედვაზეა გადასული, თავისი არეალი აქვს შემოსაზღვრული, აღარ რჩება ევროპას. ევროპა უკვე ხვდებიან, რომ კუთხეში მიმწყდეული ხეცის მდგომარეობაშია, რომელიც ძალიან საშიშია. მართალია ევროპას არ აქვს ატომური პოტენციალი, იგი საფრანგეთისა, ინგლისის შეზღუდული ატომური პოტენციალით არის დღესდღეობით, მაგრამ დავაკვირდეთ რა მხოლოდ თანხებია გამოყოფილი. და საკითხავია ისიც, ვინ აძლევს ამ ხელათ თანხებს, რა ბანკებია, რომლებსაც შეუძლიათ რომ ტრილიონობით ევროს სესხი მიაწოდოს გერმანიას, მიაწოდოს ევროკავშირს. ესე იგი, ახლა უყურებთ, გამოდიან ევროპის მმართველი ქალბატონები და უკვე რუსეთის ტერიტორიის მიმდებარე საზღვრების დანაღმას აწარმოებენ, ევროპა ხელმეორედ ისხავს იარაღს. ამ მსჯელობით ისევ და ისევ მივდივართ სისტემასთან. ხო, კერძო ბანკები გარკვეული მიზნით გამოყოფენ კრედიტს და აძლევენ სახელმწიფოს. ვინც ფულს იხდის, მუსიკას ის უკვეთავს. ანუ ამ ფულს გარკვეული თავისი სტანებები და რეკომენდაციები მოყვება. მართველი სოფლიო ელიტა, ზემდიდარი კასტა უგეგმავს ევროპას იმ ბილიკზე გასვლას, რომელ ბილიკზეც ორჯერ ჩაიჩოქა. ეს იყო პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი. ამ გეზით ევროპას იარაღი უნდა ასხმენონ და აძლევენ. მიმდინარეობს ევროპის უკრაინიზაცია მიმდინარეობს. დაეჯახოს რუსეთის ფედერაციას, ავად ერთმანეთი გაანადგურონ, ეს არ გამოიწვევს დედამიწაზე აპოკალიფს. თვითონ ოკეანის გაღმა თუ სხვადასხვა ადგილებზე გადარჩებიან, მე ერთ ჩინეთს როგორმე მოუვლიან და ყველაფერი დარჩებათ სამარადჯამოდ. მაგრამ არის ერთი რამ კითხვა არის. ხედავთ რომ ეს მიმართულება აკრეფილია. რამოდენიმე ხნის წინ ტრამპით აფრთხილებული რუსეთის ბლოგერები და ანალიტიკოსები აფრთხილებით მიესალმებოდნენ ტრამპის გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ უკვე ნელ-ნელა კარგად აცნობიერებენ, რომ ეს ღიად დადგმული სპექტაკლი, თუნდაც ის ზელენსკის იქ ჩაყვანა და ეს ღია დებატების მოწყობა და ასე შემდეგ, ამერიკის გვერდზე გაწევა, ევროპის თითქოს ცალკია, ევროკავშირი ცალკია, ევროპის დენთის კასრად დამუხტვა. ამერიკა რა შუაშია? აგერ ამერიკა თვითონ აკრიტიკებს, თვითონ უნდა მშვიდობა და აი ევროპა, რომელსაც ბრძოლა უნდა, ომი უნდა, მართლა იარაღს ისხავს, მართლა ნომერ პირველად რუსეთი ყავს დასახული. და ესენი თუ დაეჯახებიან, ის გადარჩება, ეს დაიგეო. სახამდე ჩვენამდე დადის ეს ამბავი. ამერიკის დისტანცირება ხდება, რომ ამ ომში აი ზუსტად ამის გაცნობიერება დაიწყეს უკვე. ისე უნდა გაბატარონ იმ გზაზე და ისე უნდა შეგასრულებინონ სოფლიო ჯალათების როლი, რომ თვითონ სამარადჯამო ბედნიერება დაიმკვიდრონ დედამიწაზე. ომის პირველი პერიოდებში მანამ ომი დაიწყებოდა, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა და პუტინი პირველი ასეთ რამეს ამბობდა, რომ ვინც პირველად დაბარტყავს უპასუხებთ, ევროპაზე ლაპარაკი და ნატოს ქვეყნებზეა, მაგრამ ჩვენ ვიცით დამგეგმავი ვინც არის ოკეანის გაღმა, ამიტომ ჩვენ ამასაც დავარდგავთ და იმასაც დავარდგავთ. ახლა ისეთი თამაში მიდის, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ცენტრი, კურსავი თავის ბანკაში ღრმა აცრება, მშვიდობის მტრედის დროშას იჭერს, თვითონ აუქმებს იმ სისტემებს, რომლის გამოყენებითაც დაშალა საბჭოთა კავშირი, მათ შორის რადიო თავისუფლება, მათ შორის ამერიკის ხმა და მთელი რიგი უამრავი მეტასტაზები მოდებული არასამთავრობოები და მთელი რიგი ორგანიზაციები თვითონ ემიჯნება, ევროპა იღებს კრედიტებს და იარაღს იჭერს ხელში და რა უწყობს ხელს ამ ბოროტი გეგმის შესრულებას, სწორედ ისევე ფორმაცია და სისტემა.
რომ მიჩვეული ჭამას, მიჩვეულია მითვისებას კაპიტალისტურად ბაზრები უნდა ის უნდა ეს უნდა ამ ყველაფერს კარგავს 9 მილიარდამდე მოსახლეობა და რა ქნას უნდა იომოს მისი ისტორიული გამოცდილება, მისი გენეტიკური გამოცდილება ეუბნეო იმას, რომ ეხლა შენ უნდა იომო. რა გჭირდება? იარაღი. კრედიტი აქ არის. კრედიტს აძლევენ. თავის დროზე ფაშისტური გერმანია მასე შეიარაღეს, მოამზადეს დიახ. უფრო ადრე კი ბატონო, ნაციონალ-სოციალისტური პარტია დააფინანსეს, ამოწიეს ხელისუფლებაში მოიყვანეს და როდესაც ჰიტლერის ხელისუფლება უკვე ხელისუფლება იყო დააფინანსეს, შეაიარაღეს, საუბრად მოამზადეს და გამოიწყეს დიდი ომი. კი, აი როგორი რეალობის წინაშე ვდგავართ. რა მართლდება? მართლდება მიღებული ცნობა რაც მაღალი ღმერთისაა, რომელიც გვეუბნება, რომ გზა, რომელსაც ადგა კაცობრიობა არის დაუღის. გამოკვეთილად უკვე ეს ჩანს და არც გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები დარჩებიან ბირთვული დარტყმის გარეშე. არ მოხდება მასე, რომ ეს ორი ერთმანეთ დააჯახონ, ევრაზიამ თავი ამოწვას და განაპირა ადგილებში კიდეს ამერიკა იქნება თუ სხვაგან ის ვინც ეს გადაგება, ვინც გადაწყვიტა და ასეთი შვებედი განუსაზღვრა დანარჩენ კაცობრიობას, თვითონ რომ გადარჩეს ბუნკერში, მიწისქვეშა ქალაქში. ეგ ვერ მოხდება. ეს გზა დაუღისა. ამ პირობებში ევროკავშირს დღეს აი ესეთი და სამწუხარო ძალიან მძიმე როლი ერგო, რომ არ გუნა ევროპას. რას გვეუბნება ახალი სიტყვა, რა მოგვიტანა ბატონო აკაკი? ევას ცნობიერებით არის, იქ არის კონცენტრირებული, იქიდან არის აღმონაცენი ძირითადი პროდუქტი, სულიერ მატერიალური, რომელმაც გამოიწვია ჩიხური მდგომარეობა მთელი კაცობრიობის. იმიტომ რომ მთელი ეს პოლიტიკა, მთელი ეს სისტემა, მთელი ეს ფორმაცია მართლაც ევროპის პროდუქტია. ვერ ვიტყვით რომ ეს აზიისაა. არა, აზია არ არის მამა აბრამის ბატკანი. მაგას არ ვამბობ. არავინ არა ვართ მამა აბრამის ბატკნები. ყველანი გარკვეული ცოდვიანი გზით მოვდივართ. 64-დან გამოძევებულები ვართ. ეს 64-ს სიმბოლურად რო ვისაუბროთ. თუმცა ამ ყველაფერში თავის დიდი აზრი დევს. დიახ, ჩვენ ერთ დროს სხვანაირები ვიყავთ, ერთ დროს სხვანაირად სხვა კანონები იყო. ის დავიწყებულია, ლაზარე მიძინებულია. დანარჩენი გზა, კაცის კვლის გზა. რასაც ვერ ველევით. ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი რა არის? პრობლემა მექნება, ვეღარ ვდიდრდები, კოტრდები, მაშინ უნდა მოკლა. კაცის კვლის გზა არის. ათიმცნება ღვთისგან არის. არა კაც კლავ, ეგ ამოღებული გვაქვს. და ამ ამოღებამ, ამ გაუქმებამ მე ქრისტიანობა რომელი ცნება არ მოგა? ყველა თითქმის ამოღებულია სულ და ამავე მიზეზით მივიწევთ დაუღისაკეთ, ხო? ევროპა, ევა ვენახით უნდა შეიცვალოს. ვეთ მოვიდა ვეს კოდის ამუშავების დრო. ვეს ცნობიერების დრო. ვეს ცნობიერება განვითებულია ქართულ ისტორიულ სხეულში. ვენახს უკავშირდება. მე ვენახეობას უკავშირდება. ვენახე. 28 წელი ბატონმა აკაკიმ სწორედ აი ამ უძირფასეს ცნობის მოტანას და უძირფასეს საკითხებში გვარკვევას შეალია. რა ჩვენი მდგომარეობა როგორია, რამდენად მივიღეთ, არ მივიღეთ, ეს კიდევ ცალკე გასარჩევი თემაა. და რაოდენ უბად რუკად გამოვიყურებით,
როცა ჯერ კიდევ ამ ევრო გადარეულობიდან მაინც ვერ გამოვდივართ. მე ლაპარაკი არ მაქვს იმ ვიწრო ჯგუფზე, პირდაპირ დაქვემდებარებულ ვიწრო ჯგუფზე, იმ შეცდენილ საზოგადოების ახალგაზრდულ მასაზე და არა მარტო ახალგაზრდულ მასაზე. მე ლაპარაკი მაქვს მაინც მართლ წრეზე. აი ბოლო დროს იყო ინდოეთში გარკვეული დიდი ფორუმი ჩატარდა, ვიყავით წარმოდგენილი და ჩვენი მთავარი საგარეო საქმის წარმმართველი დიდი თავმოწონებით ვაცნობთ, რომ თურმე ჩვენი ასოცირებულ წევრად, ევროკავშირის ასოცირებულ წევრად გახდომა ეს ჩვენი მიზანი იყო, მიზნის ნაწილი იყო და ჩვენი მთავარი მიზანი ევროპაში ინტეგრაცია, ევროპა, სადაც სოდომია, ევროპა, რომელიც იარაღს ისხავს, ევროპა, რომელიც მთავარ მეომარ მხარედ იკვეთება მსოფლიოში, ევროპა, რომელშიც მიგრანტებით ადგილობრივი ფაქტიურად იშლება და სამწუხაროდ ევროპა, როცა ომისათვის აბჯარს ასხავენ, იქ თითქმის ყველა ერთად დგება. ასეთ ევროპაში ინტეგრაცია, თურმე კვლავ შენი მიზანია. და თან ახსენებ ინდოეთის საგარეო უწყების წარმომადგენლობას, რომ თურმე ეს მუხლები კონსტიტუციაშიც ჩვენივე შეტანილი ყოფილა. არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, ინდოეთის უმაღლესი დიპლომატები აღთვალებული დარჩებოდნენ ნახო. არ ვიცი. რა შეაინტერესებს ხელისუფლება და ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ამ საქმეში რა თქმა უნდა ერთად არიან, უბრალოდ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მე უნდა ვიჯდე ხელისუფლებაში და მე უნდა წავუძღვე ევროპისკენ. ეს ამბობს არა მე ვზივარ და მე აგერავარ ბარებ და მე წავუძღებ იმას არა. ხო, ნუ ლოზუნგი საარჩევნო ლოზუნგები სამდაგვარი ქონდა. ერთ მხარესაც, მეორე მხარესაც იმას არავინ არ ხედავს, არ უყურებს, რომ თვითონ ევროპა შედის იმ უახლოვდება იმ პერიოდში. ძალიან ძიმე მდგომარეობას უახლოვდება. დაწყებული დემოგრაფიული მონაცემებიდან დამთავრებული ბოლო დროის ეკონომიკური მონაცემებით შიდა პროდუქტის და ფინანსური პრობლემები და შელებელი კრიზისის წინაშეა და როგორც კი თვითონ ევროპას ამ გზით მომავალი არ აქვს. ჩვენ მივდივართ იქ, სადაც მომავალი არ არის. უფრო სიღრმეშიც რო შევიდეთ, მარი ლეპენი ითვლებოდა როგორც ევროპის ასე ვთქვათ ახალი პოლიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაგრძელებელთა შორის ძალიან დიდი იმედით შეყურებდნენ მარი ლეპენის და არა მარტო მხოლოდ მარი ლეპენის მოვაწეობას, მისი კოალიციის, მისი პარტიისა რა. როგორც კი წავიდა მშვიდობის საკითხზე და იარაღის შეწყვეტის და ომის გაჩერების საკითხზე საუბარი და ნაბიჯებიც გადაიდგა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ერთდროულად ყველა მარი ლეპენის, რომელიც კონსერვატიულ ფრთას წარმოადგენს, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრი, ესეც კონსერვატიულ ფრთას წარმოადგენს, ყველა ერთდროულად წავიდა წინააღმდეგ. და ყველა მათგანმა მხარი დაუჭირა ევროპის ძლავრი შეერაღების შექმნას. ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იმის, რაზეც ჩვენ გვილაპარაკეთ, საქართველოს მაგალითზეც გვილაპარაკია ჩვენს და რომ ოპოზიცია, ეს მიმართულებები, მემარცხენეობა, მემარჯვენეობა, კონსერვატიზმი, ეს გამოგონილი ფორმებია. რეალურად ესენი ყველა ერთი ბატონის მსახურნი არიან. უბრალოდ ყველას თავისი ნიშა აქვს არჩეული და როგორც სპექტაკლში ყველა მსახიობს თავისი როლი აქვს, მინიჭებული და ის ვალდებული ის როლი შეასრულოს, გზავსი რაღაც ხდება. ეს კიდევ ერთი დასტურია ამ ყველაფრის. თითქოს სხვა მიმართულება იყო, თითქოს სხვა ლოზუნგებით გამოდიოდა, სხვა წინადადებებით გამოდიოდა, რაღაცებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ აგერ ბატონო რაც შენ თქვი, ეგრევე აღმოჩნდა იმ ფრთაზე, სადაც საჭიროდ მიიჩნია. ხო, რა გვინდა ასეთი მდგომარეობის ევროპაში, რა დავკარგეთ იქ?
ჩვენ რა მოვდივართ იმიდან ახლა რა არის არა მარტო ის რომ დაუშვათ უწყებრივი და კიდევ იქ არის გარკვეული სპეცსამსახურების როლიც რა თქმა უნდა მაგრამ აქ არის აღზრდის როლიც როცა დიპლომი იმან მოგცა როცა სახელმწიფო სამსახურში როცა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოგიყვანა გამოხვედი როცა ევროპოცენტრიზმზე იყო აწყობილი ყველა ეს სამეცნიერო ლიტერატურა თუ ის რასაც შენ იცავდი და რაზეც აგიზარდე ძნელი ყოფილა აქედან გამოსვლა და განთავისუფლება ბოლოს და ბოლოს ევას ცნობიერებით მოვდივარ მთელი 7-8000 წელია და ახლა ეს უნდა გადაიზარდოს სხვა რამეში მის საპირისპირო საპირწონედ მომავალი იქნება ევეს პრინციპით არ ქრება ევროპა ეშინიათ ევროპის გაქრობაზე არაა ლაპარაკი ვეა დასამატებელი ვერ გამოვდივართ აი ესა ყველაზე მთავარია რომ ეს ბორკილი ტვინშია როგორცაც ჩანს უკეკული ცოტ ჯერთან ვეუბნებით რომ ტერიტორიული მთლიანობა გაქვს დაკარგული რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა ეს ამბები ისის და მე დიდი სიამოვნებით ვამცნობთ რომ ჩვენი პოზიცია თურმე ნატოში ინტეგრაცია და კონსტიტუციაში ჩაგვიწერია საოცარია ოფიციალური ომის დაწყების საფუძველი იყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერება აი ამ ბოლო დროსაც ახლა რითაც საუბარი დავიწყე ჩვენ 30 წლიანი ომის გაყიდვა 30 წლიანი მორატორიუმი რუსეთის მხარემ რაციონალიზება დააბენა უკრაინის მხრიდან ნატოში არ გაწევრიანების აღიარება ეგ უმთავრესი თავარი პირობა ეგ იყო არაფერი დანარჩენი პირობა არ იმუშავებს თუ არ იქნება აღიარებული და პირობას არ დადებს და ამ პირობაში არ შემოვა ამერიკის შეერთებული შტატები უშუალოდ თუმცა აქ უკვე ევროპა ცალკე დამოუკიდებელ ვერ თამაში იწევს თუმცა თავის დროს როდესაც ამერიკელი ჟურნალისტ პუტინმა ინტერვიუ მისცა იქ ილაპარაკა რა ამ თემაზე რომ შეთანხმება არსებობდა აღმოსავლეთი ნატოს არ გაფართოების შესახებ ეს შეთანხმება დაირღვა და ბოლოს უკვე უკრაინამდე და საქართველომდე მოვიდა უკრაინა და საქართველო განსაკუთრებით პუტინმა აი ეს წითელი ხაზი გაავლო რომ რუსეთისთვის აბსოლუტურად აი აქამდე კი ბატონო გარკვეულ დათმობები წავიდა რაღაც მოითმინა მაგრამ აქ უკვე წითელი ხაზი იყო და ამის უკვე დათმობა აღარ შეეძლო აი აქ გაუსულ პირდაპირ წითელი ხაზი ესენი დგანან და ისე ლაპარაკობენ ევროინტეგრაციაზე ლაპარაკობენ ნატოში შესვლაზე არ ვიცი ახლა ჩვენ გამოჩდით ამ სოფლიო მასშტაბის შეიძლება არ იყო მაგრამ საკმაოდ დიდ პოლიტიკურ ფორუმზე რაც ინდოეთში ჩატარდა გამოჩდით პატარა ავადმყოფ ბავშვად პოლიტიკური თვალსაზრისით რომელიც თავისი ავადმყოფობით ამაყობს ვერ ესმის რომ ეს არის ავადმყოფობა რომლისგანაც განკურნებაა საჭირო მაგრამ ამ პატარა ბავშვს იამაყება თავისი ავადმყოფობისა ჩვენი ხელით გვაქვს ჩაწერილი ნატოში და დასავლეთში ინტეგრაცია სოფლიო ომი ატეხილი მაგის გამო და ჩვენ ვეკეკულუცებით არ ვიცი გასაგებია რომ პრემიერმა გაწონასწორებული სიტყვა თქვა რომ ახლა ევროპასთან ასეთი ნათელი მოლოდინები ამჟამად არ აგვაქვს იმიტომ რომ რთული ვითარებაა დიფსეიც ეძახიან თავისთავად ახლა დაარქვეს ეს სახელი ამერიკასთანაც მაინც ფრთხილი მოლოდინები გვაქვს მიუხედავად იმისა რომ ტრამპი თავდადებულია და ბეკის თქმის უფლება თავისთავად არც აქვს პირველ ოფიციალურ პირს მაგრამ მაინც იქ იმდენად ძლიერია ომის პარტია რომ იქაც შეიძლება თლად ისე სწრაფად და ისე მალე ვერ დალაგდეს ურთიერთობები როგორც ჩვენ გვინდა პრემიერ-მინისტრი მაინც თავშეკავებით გამოვიდა მაგრამ საგარეო უწყება ასეთი მოუწესრიგებლობა ასეთი დაულაგებლობა ჩამოუყალიბებლობა დიდხანს ვერ გაგრძელდება ყველა საღათმოაზროვნე აცნობიერებს პოლიტიკურად რომ გადავრჩეთ საჭიროა ქვეყნის ნეიტრალიტეტი დღეს ის დროა რუსეთმა უნდა იცოდეს რომ ჩვენ აქ ამერიკის ნატოს და სხვების ბაზებს ხელს არ მოვაწერთ და არ დაუშვებთ მაგრამ ამერიკამ და დასავლეთმაც უნდა იცოდეს და არა მარტო დასავლეთმა
საქართველოს რუსეთის გუბერნია საქართველოს რუსეთის ჯარებს და რუსეთის გუბერნიად გახდომას არ აპირებს საკუთარ ტერიტორიას, საკუთარი ნებით არ უთმობს რუსეთს. ეს არის ნეიტრალიტეტი. თუმცა ერთი რამეა. ეს შეგვიძლია შემდეგი ამასთან გაითვალისწინებს ყველა მეზობლის და პარტნიორის ინტერესებს, რომელი ინტერესების მხოლოდ ინტერესებს, რომლებიც არ ხელყოფს და არ ამცრობს ჩვენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და სახელმწიფო ინტერესებს. ეს არის ჩვენი მომავალი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი. ამაზეა 1,907,000 ხელმოწერა შეგროვებული. ახლა ამ თემას აღარ შევეხები, ჯემალი, მხოლოდ ერთს დავამატებდი. წინა გადაცემებს, აი ამ პირობებში იქნება გარკვეული მოძრაობა, დიდი ქართული ერთობა, თუ არ ვცდები ასეთი საღელდებით. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ დიდი დრო აღარ აქვს დარჩენილი და ერი და ქვეყანა მართლაც დაღუპისპირესაა მისული და საგანგებო ზომებია მისაღები. და ერთ-ერთმა ჩვენმა კეთილის მყოფელმა გამოთქვა ასეთი სურვილი, ასე ჩამოაყალიბა, რომ ამ ერთობასთან და ამ ერთობასთან ერთად ძალიან გაგვიხარდებოდა, რომ ყოფილიყო ეროვნული თანხმობის დარბაზი, რომელსაც გააჩნია ღვთაებრივი პროგრამა. ეს ღვთაებრივი პროგრამა და ქართული ერთობა ერთად რო შეერთებულიყო ეროვნული თანხმობის დარბაზი და ქართული ერთობაო, ეს ძალიან კარგი იქნებოდაო და ცუდად არ გამოხმაურებიან თავად ამ ქართული ერთობის ინიციატორ და ერთ-ერთი წარმომადგენელი ასეთ სურვილს. მაგრამ ეს განცხადება ეს ითხოვს ჩვენგან გარკვეულ ჩასწორებას, რომ ამას არ მოყვეს შემდგომი წინააღმდეგობები. კეთილის სურვილი, ნამდვილად კეთილის სურვილია. ყველა კეთილ მოსურნეს, ყველა ქართულ ღვთაებრივ საქმეში ყველა კეთილ მოსურნეს მივესალმები თავისთავად ცხადია, თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ გარკვეული ახსნა განმარტება მაინც ჩავატაროთ, რომ მე სხვანაირად არ იყოს გაგებული და ამან უფრო მეტი წინააღმდეგობები არ წარმოქმნას. უნდა პირდაპირ ვთქვათ, რომ ეროვნული თანხმობის დარბაზი, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ იმ გზას, რა გზაზეც ბატონმა აკაკი ჯორჯაძემ თავისი 28 წლიანი მოვაწევით დაგვაყენა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელში არის ღვთაებრივი საუნჯე. რომ რაღაცნაირად ჩვენ ვართ ამის მესაკუთრეები. და ჩვენ ვისთანაც მივართ ამ ღვთაებრივ საუნჯესაც, ესე იგი გასაგებია, რომ ჩვენ მივიტანთ და თუ არ მივართ, ჩვენ არ მივიტანთ იმასთან, იმ გაერთიანებასთან. ასე არ უნდა იყოს გაგებული. ეს ღვთაებრივი საუნჯე, რაც არის მოსული ახალი სიტყვის მიერ მოტანილი უფლის ნებელობა, მთელი ქართველიერის საკუთრებაა და უფრო ღრმად და სრულად თუ გავიცნობიერებთ, მთელი კაცობრიობის საკუთრება, იმიტომ რომ ეს ავალებს ქართველებს ეს ბოროტების გზის დაგდებაში პირველის როლის თამაშს, ყინულმჭრელის როლის თამაშს ავალებს, ეს გახლავთ საკაცობრიო ქართველიერის საკაცობრიო სულიერი მისიაც, ესე იგი ეს ერთდროულად მთელ კაცობრიობის მომავალს ეკუთვნის. მაგრამ მაინც რითი განსხვავდებით დანარჩენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ორგანიზაციებისგან. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საგანძური არსებობს. არ გვინდა, რომ ეს დავიწყებას მიეცეს, იმიტომ რომ ეს თემა არის ტაბუირებული ყველას მიერ და ამ ტაბუს მდგომარეობიდან ვერ გამოვდივართ. არადა ეს საგანძური გაგვაჩნია. ამაშია გადარჩენის ქვაკუთხედი ჩალაგებული. ფორმულაა გადარჩენის, ეს ცალკე შეგვიძლია გავარჩიოთ. რატომ არის ფორმულა? რატომ არის შეუძლებელი ერთი რგოლის გამოკლება? იმიტომ რომ ერთ ფორმულაში ერთ სულაც თუ ამოვიღებთ, მთლიანი ფორმულა უაზრობად გადაიქცევა.
ამ ეს გადარჩენის ფორმულა. ჩვენ ამას ვერც დავამატებთ, ვერც გამოვაკლებთ. ეს მოცემულობაა და ჩვენ არ გვინდა რომ ეს დავიწყებული იქნას, დამალული იქნას, გადაგდებული იქნას. ჩვენ ამას გახსენებთ რომ არსებობს. ჩვენი ფუნქცია. ეგ არის, მე კი არაფერი. მსგავსად ფიზიკურ რამეს რო შევატაროთ, მაგალითად თუ ქვეყანა ღარიბია და აქ ოქროს საბადო, ვახსენებთ რომ გვაქვს ოქროს საბადო. ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენი ოქროთი გავამაგროთ ჩვენი ლარი. სად არის? აი მიწაშია, რომელ მიწასაც ხრავენ და გადის გარეთ. აი რა უყოთ არა? დაორბივართ გარეთ ცესხი ავიღოთ თუ რა ვქნათ, როგორ დავიკაბალოთ თავი და ვიაცა ინვესტორებს ვეძებთ და ასე შემდეგ. ჩვენ ვამბობთ რომ აქ ქვეყანას ოქროს საბადო, ოქრო გაგვაჩნია, რაც მიწაში გვიდევს, ამოვიღოთ და გამოიყენოს ერმა. ის სხვა საკითხია. მივახცევთ ამას ყურადღებას, გამოვიყენებთ თუ არ გამოვიყენებთ. ამაშია საქმე. გავიხსენებთ თუ არა იმას, რომ გვაქვს ეს ოქროს საბადო. ფიზიკურად თუ ვიტყვით ოქროზე და ესეც რეალობაა, რაზეც ვლაპარაკობთ. მიწა, წყალი, წიაღისეული, გასხვისებულია. სხვა სარგებლო, სხვაგან გადის. ქვეყანა კიდე ღატაკია. ხო. ამ სულიერ სიმდიდრეზე, ამ პოლიტიკურ ფორმაციულ პროგრამაზე გვაქვს საუბარი, ეს არსებობს და ამის გამოყენებაშია გადარჩენის საკითხებით. თორე რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ქართველის წუხის, რომელიც წუხს და ხედავს, რომ იღუპება ქვეყანა და აუცილებელია ყველა შეგნებული ქართველის ერთ დროშის ქვეშ დარასვლა. ეს პატრიოტული სულია. ოღონდ გადარჩენის გზაზე გაგვიყვანს თუ არა ეს პატრიოტული სული და პატრიოტული მოწადინება, ეს სხვა თემაა. ამაზე შეგვიძლია შემდეგ ვიმსჯელოთ, შემდეგ ვილაპარაკოთ. ამიტომაც ვამბობთ, რომ ნებისმიერ ასეთ ქართულ წამოწყებას ჩვენ მივესალმებით და ჩვენ წარმომადგენელს ვაგზავნით, გავარკვიოთ. ერთად შევჯერდეთ. გვინდა ამ საგანძურის გამოყენება თუ არ გვინდა. თუ ვერ წარმოგვიდგენია, რომ სწორედ ეს არის საგანძური. გაერთიანება და ერთობის მიღწევა თავისთავად ძალიან კარგი რამაა, მაგრამ თუ ამ გაერთიანებას არ მოყვება მერე სწორი ნაბიჯების გადადგმა, შედეგი არ მოყვება. გავახსენებთ საზოგადოებას მაშინ და რამდენჯერ გავერთიანდით, რომ გვეგონა რომ ვიმარჯვებდით. ერთ-ერთი საკმაოდ სერიოზული და სოლიდური გაერთიანება იყო, როცა ეროვნულ მოძრაობაზე რომ არაფერი თქვა, დაიშალა საბჭოეთიდან, ეროვნული მოძრაობა თავისთავად იყო ეს აქტუალური და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც შემდეგ ხელისუფლებაშიც მოვიდა ნაწილი ეროვნული მოძრაობისა გამსახურდიას მეთაურობით, მაგრამ ძალიან მალევე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ნაწილი გაერთიანდა იმით, რომ შევარდნაძე მსოფლიო პოლიტიკოსია, მას მსოფლიო იცნობს, ჩამოვა და რაღაცნაირად გადაგვარჩენსო. ეს ერთი. შემდეგ არ გავიდა დიდი დრო და საკამაოდ დიდი ნაწილი გავერთიანდით, ახალგაზრდა რეფორმატორები არიან, ოქროს ღილია, რომელიც ჩამოვარდა და ხალხში ჩავარდა, ეშმაკსაც კი შევეკრებით, ოღონდ ეს არ იყოსო და გვეშველებაო და აღარ გავაგრძელებ 9 წლიანი რეჟიმი და შემდეგ რა იყო? შემდეგ კიდევ იყო ოცნების ირგვლივ დარაზმა ბიძინა-ივანიშვილი ხსნელია, ასე და ხო და ბოლოს აქამდე მოვერთ. მანამდე კიდევ იქნებოდა პატრიოტული გაერთიანებები, დიდი იმით, მაგრამ ბოლოს აი აქამდე მოვდივართ. რატო ვამბობთ, რომ გაერთიანება ჩვენ საკმაოდ ბევრჯერ გავერთიანდით უკვე, მაგრამ საითაც გავიქეცით, იქით წავიქეცით. ჩვენ დარწმუნებული ვართ ამ ხალხის გულწრფელობით თავისთავად ცხადია, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც ერთად გვექნება გასავლელი. არის უძირითადესი პრინციპები, უძირითადესი მოცემულობები, აქედან ერთ-ერთს თუ გამოვაკლებ ჯამში, მაინც არაფერი გამოვა.
ვფიქრობ ეს უკვე ცალკე მსჯელობის საგნად ჯობია რომ გადავდოთ. საერთოდ ეს ხდება ხოლმე კახა, როდესაც ორი მხარე ჯდება მოსალაპარაკებლად რაღაც ერთიანობის თუ თანხმობის მისაღწევად, რადგან ისინი აბსოლუტურად ერთ პლატფორმაზე არ დგანან, ორივე მხარეს უხდება გარკვეული კომპრომისები, დათმობა იმისთვის, თუ კი დაინტერესებული ხარ, რომ ერთიანობას მიაღწიო. ჩვენი მხრიდან კომპრომისი და დათმობა უბრალოდ ვერ მოხდება, იმიტომ კი არა რომ ეს ჩვენი სიჯიუტიდან ან პარტაუნებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, ეს ჩვენი ნააზრევი არ არის. ეს პროგრამა ჩვენი მოფიქრებული პროგრამა არ არის. ეს არის იმ მოსული ინფორმაციის, მოსული სიტყვის პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ რომ გამოვამზეუროთ, ქართულ ხალხამდე მივიტანოთ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ არ დაიკარგოს ის 28-29 წლიანი ნაშრომი, ნამუშევარი, რასაც სათავეში ედგა ბატონი აკაკი ჯორჯაძე და მთელი რიგი სამუშაოებია გაწეული და აღარ ვილაპარაკები იურიდიული საბუთის შექმნაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ახლა თუ ვინმე მე ვლაპარაკი მაქვს რიგით მხარდამჭერებზე, მომხრეებზე, რომელსაც სურვილი აქვს, რომ მოხდეს ეს დიდი ერთობა, შედგეს ქართული ერთობა და პატრიოტული ძალები გაერთიანდნენ და მათ შორის ჩვენს მიგვაკუთვნებენ, რომ სურვილის გამოთქვამენ, რომ რა კარგი იქნება, რომ ერთად დაждდეთ და რაღაცა. აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან დასათმობი არც არაფერი არის და ვერც დავთმობთ. იმიტომ რომ ჩვენი არა, ჩვენი რო იყოს ნააზრევი, დიდი სიამოვნებით დაუშვათ რაღაცაზე ავიღებდი ხელს, დათმობად წავიდოდი, ოღონდაც ბოლოს და ბოლოს ეს ნანატრი ერთობა შემდგარია. მაგრამ ახლა უფლის მიერ მოწოდებულის რევიზიას, მის შეცვლას, გადასხვაფერებას ჩვენ ამას ვერ დაუჭერთ ხარს და ამ ნაბიჯებს ვერ გადავდგავთ. ჩვენზე არაა ეს დამოკიდებული. ჩვენ ვემსახურებით იმას, რაც მოსულია, რაც ჩვენი არ არის. და სწორად უნდა გაგვიგო ჩვენ მოსმენებმა, მხარდამჭერმაც, მოწინააღმდეგემაც, კრიტიკოსმაც. აი ამ დაგვარად არის საქმე. და აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდან რაღაცა დათმობის მოთხოვნა იმის სანაცვლოდ, რომ ოღონდაც დიდი გაერთიანება შედგეს, ერთიანობა შედგეს პატრიოტულ ძალებს შორის, რა ვიცი, როგორ გითხრათ, ეს მოთხოვნა არასწორი იქნებოდა მათი მხრიდან. რწმენის საკითხია, ვიღაცა შეიძლება სჯერა ეს, რასაც ჩვენ ვამბობთ, ვიღაცა შეიძლება არ შეერა, როდესაც ვამბობთ, ეს ჩვენი არ არის და რაღაც უფლის სიტყვის არის შექმნილი ეს პროგრამა. მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის, ვიღაცა სჯერა თუ არ სჯერა, ეს ესია. დიახ. რწმენის საკითხებზეც გადის. არ რწმენის საკითხებზეც მსჯელობა, რა თქმა უნდა, შეიძლება და პრინციპში ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგანაც ეს ჩვენ შეგვიძლია. ახლა ჩვენი გადაცემის ფორმატი ვფიქრობ, საშუალებას არ აძლევს. დიდ პატივს ვცემდეთ, პიროვნება იქნება თუ პიროვნება გაერთიანება. ყოველ შემთხვევაში ვერ წავართ იმაზე, რომ უფალზე მაღლა დავაყენოთ ვიღაც, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ თუ ეს უფლის ნება, რომ ეს ესე უნდა გაკეთდეს და ერის და ქვეყნის გადარჩენა სწორედ ამაზე გადის, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე უკომპრომისონი ვიქნებით. ვერ შევცვლით ვერაფერს, ჩვენზე არაა ეს დამოკიდებული. ასეთი განაცხადი ეს უნდა გაგვიგონოთ. თითქოს ჩვენმა მსმენელებმა. კონტრპროდუქტიულია თუ კი ერის დარაზმაზია ლაპარაკი და თუ ეს გარკვეული კომპრომისებს მოითხოვს ყველა, იმიტომ რომ ყველა ინდივიდია, ყველას თავისი გარკვეული შეხედულება გააჩნია და ერთგვარი დათმობები ყველას მოუწევს და თუ კი, ეს ისტორიული გამოცდილებაც ამას ვკარნახავს, რომ ყველას უნდა დაეთმო, როცა ფეოდალური პარტიკულარიზმი ძალიან იყო დაგსაქსული, მაგრამ საერთოდ მტერი იყო მოსული, გარკვეულ დათმობებზე უნდა წავსულიყავით, რომ ის საერთო ბრძოლა წარმატებით ჩაგვეტარებინა რა. თითქოს ეს იმას ვკარნახობს, რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტი უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ გარკვეულ რაღაცაზე, გარკვეულ ამბიციაზე დროებით მაინც თავი შეიკავოს, რომ გარკვეული ერთობა, მთავარი ძირითადი ერთობა ჩამოყალიბდეს რა. ეს ისტორიულად გამართლებული საქციელია.
და ამავე კუთხით თუ შემოვატრიალებთ, იგივე შეიძლება და გვეხება ჩვენც რა, მაგრამ აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. ეს არ არის, ჩვენ არა ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია ჩვეულებრივი გაგებით. სხვა ჟანრია, სხვა რამ ხდება. და რაც არ უნდა ყურს ჭრიდეს მეორედ მოსვლა. უფლის ნებელობაა გაცხადებული. ამის დაჯერება გვიჭირს ყველაზე მეტად. გვიჭირს ფარისევლებს თავის თავაცხადია. რომ ფარისეველში წმენა არ არის. ფარისეველში ფარისევლობაა, თავის წარმოჩინებაა, ღვთისმოსაობაში, ერის მოყვარულობაში თუ რა ასე შემდეგ. და წიგნობრებში. წიგნობარი არის თანამედროვე თვალსაზრისით ეს თანამედროვე ინტელექტუალისტია. რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მან ბევრი იცის და მართლაც ბევრი იცის. იგი თავის სოდნის მარაგში ცდილობს იპოვოს კითხვებზე პასუხები და განსაკუთრებულ წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რაზეც ლაპარაკი გვაქვს. მსგავსად იმისა, როგორც 2000 წლის წინ იყო. ჩვენ ზოგადად ვიცით, რომ ეპაექრებოდნენ წიგნობრები, ფარისევლები. ძირითად წინააღმდეგობის ღერძს წარმოადგენდა ეს ნაწილი. მსგავსად ხდება ახლაც. ამის გაგება, რომ ეს ცნობა, ეს ინფორმაცია, ეს მომავლის პროგრამის პროგრამული მიმართულებები არ არის ადამიანის გონის პროდუქტი. ესაა ყველაზე მეტად მიუღებელი თანამედროვე, მით უმეტეს თანამედროვე წიგნობრისთვის თანამედროვე განათლებული ინტელექტუალური წარმომადგენლობის სამეცნიერო ხარისხებისა და სამეცნიერო აკადემიური წრეებისთვის. ეს არის მიუღებელი. ყველაზე ძნელად წარმოსადგენი. აქ ისეთი მდგომარეობა გვაქვს, როგორც ზღაპრებში რომ არის. დიდ ქვაფში არ ეტეო და პატარაში ლაღი იყო. ნუ ქვაფს სადაც იხარშება, სიტყვა ყალიბდება, გაცნობიერება ხდება, დიდი ქვაფია, დიდად მოაზროვნე, მაგრამ იმაში არ ეტევა, პატარაში ლაღი იყო, ჩიტი. ისეთ ჩიტზეა ლაპარაკი, ისეთ არსებაზეა ლაპარაკი, ისეთ არსის გააზრებაზეა ლაპარაკი, მაგრამ ეს წინააღმდეგობის შედეგებს არ გვაძლევს. ბოლოს და ბოლოს ძალიან მარტივი პოსტულატებია. თავი დავანებოთ სამყაროს შექმნის ამბებს და მარტივ პოსტულატებზია აგებული. და ამ ჭეშმარიტების ჭეშმარიტებაც მისი მარტივეში არის. საკმაოდ მარტივ პოსტულატებზია აგებული მოსული უფლის სიტყვის და მომავლის პროგრამის პროგრამული მიმართულებები. იმ თითოეულ პროგრამულ მიმართულებას დაჭირდება მთელი ეს ინტელექტუალური რესურსი. მისი დეტალიზაცია, მისი მატერიალიზაცია რომ მოხდეს, ძალიან ახლოა ჩვენ ინტელექტუალური წრეები იმ ძირითად მოცემულობებთან, მაგრამ ეს ძირითადი მოცემულობები წყობრის სისტემაა, რომელიმეს ამოღება, გამოკლება თლიანად შლის ფორმულას. სასურველ შედეგებამდე ვერ მივართ. თუ გადარჩენაა ჩვენი გზა ეროვნულ თანხმობაზე უნდა გავიდეს, ბოლო ჯამში მაინც ამ თანხმობის მისაღწევად ყველას რაღაც დათმობა მოგვიწევს რაღაცაზე. მოგვიწევს უკან დახევა იმისთვის, რომ შედგეს ეს ერთიანობა, შედგეს ეს თანხმობა, ეროვნული გაერთიანება. ჩვენი მხრიდან ავხსენით, რომ იდეოლოგიურ საკითხებზე, რომელი იდეოლოგიას ჩვენი არ არის, აქედან გამომდინარე იდეოლოგიურ საკითხებზე, საპროგრამო საკითხებზე ჩვენი მხრიდან დათმობა ამ მიზეზის ვერ მოხდება. ჩვენი მხრიდან დათმობა იქნება ის, რომ ჩვენ არ გავიხსენებთ, არ გავიხსენებთ, დავივიწყებთ იმ წყენას, იმ დამცირებას, ხელის შეშლას, დაცინვას, საქმის
გაფუჭებას, სპეციალურად ტრობას ამ საქმის, როდესაც ხელს გვიშლიდნენ და გვცინოდნენ, როდესაც კარდაკარ დავდიოდით ხელმოწერების შესაგროვებლად. ამ ყველაფერს არ გავიხსენებ, ჩვენ დავივიწყებ ჩვენი მხრიდან უკან დახევა ის იქნება თუ კი ვინმე გადაწყვეტს პიროვნებები იქნება ეს თუ პიროვნებთა გაერთიანება სიტყვასთან დადგეს და ქვეყნის სამსახურში ჩადგეს. ვალდებულიც კი ვართ, ჩვენ დავაკეთოთ. ჩვენ მივიღებთ მათ ძმურად ხელს ჩამოვართმევ, ჩავეხუტებით და ფეხებს დავბანთ. ამ თვალსაზრისით ეს არის ფეხების დაბანა. კი ბატონო, თუ კი მათ უკეთესად შეეძლებათ ამ საქმის წაზღვრა, მათ მივცეთ იმ წამყვან პოზიციას ამ საქმის წინ წასაყვანად. აი ეს იქნება ჩვენი მხრიდან დათმობა. ახლა კი მგონი დროა უკვე დავეშვიდობთ, ძალიან გაგვიწევდა, მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობთ ყურადღებისთვის. ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას.